ბატონო ჯემალ, თქვენ ბრძანდებით საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომისია არის დროებითი ორგანო, რომელიც შექმნა პარლამენტმა და ჩვენი მისია არის შევაფასოთ ის პოლიტიკურად შევაფასოთ ის რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და შევაფასოთ იმ რეჟიმის საქმიანობის გარდა ის პოლიტიკური პირები და მათი საქმიანობაც ხელისუფლების პირობებში, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. აუცილებელია სანამ სიტყვას გადმოგცემთ, რომ გაგაფრთხილოთ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომ არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კანონით გათვალისწინებული და თუ თქვენ თავს არიდებთ კითხვებს, იგივე პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად და ასევე ცრუ ახსნა-განმარტების, ანუ არასწორი განზრახ არასწორი ფაქტების მოწოდებისთვის შესაძლოა დადგეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს რომ ყველაფერი მე თქვენ მოგახსენეთ და რომ თქვენ ეს გაიგეთ, წინ გაქვთ დოკუმენტი, ასეთია პროცედურა და გთხოვთ მასზე დასვათ თქვენი ხელმოწერა ამის დასტურად. მოგესალმებით. ბატონო ჯემალ, ხომ კარგად ბრძანდებით რაღაც? მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ ჯერჯერობით ვუძლებთ. თუ დაგჭირდეთ, ჩვენ შეგვიძლია რომ შევისვენოთ თქვენი მოხსენების დროს. არა, მაგაზე დიდ დროს არ წაგართმევთ პირიქით. ვიმუშაოთ ისეთ რეჟიმში, რომ აი თუ რამე იქნება უხერხული თუ რანაირი კითხვაც არ უნდა იყოს, მე მზათა ვარ რომ ყველაფერზე. დიდი მადლობა. თავისუფალი თხრობის რეჟიმში ჩვეულებრივ ენაზე რომ იტყვიან, როგორც თქვენ გაგიხარდებათ და დაალაგებთ იმ ფაქტებს, რომლის ჩვენთვის ჩვენამდე მოტანაც თქვენ თავად ისურვეთ, ჩვენ მოგმართეთ განცხადებით და ამ განცხადების საფუძველზე ბრძანდებით დღეს აქ. ამიტომ ჩვენ თქვენ გამოგიყოფთ 20 წუთს, რაც არ არის ცოტა დრო, თუ ნაკლები დრო დაგჭირდათ, გადავალთ მაშინვე კითხვა-პასუხზე, მაგრამ თქვენ მოგვიყევით იმ პროცედურების თუ უკანონობის თუ როგორც თქვენ დაარქმევთ შესახებ, რამაც გამოიწვია თქვენთვის შპს მაგნატის და მთელი ქონების უკანონოდ ჩამორთმევა. გთხოვთ. მადლობა კიდევ ერთხელ. ამ საქმეს რომ უთმობთ ესეთ დროს დავიწყებ პირდაპირ. მე ჩემი ბიზნეს საქმიანობა დავიწყე 90-იან წლებში. მე სრულიად აი ყველაფრის და ყველას დახმარების გარეშე რომ იტყვიან უკაცრავად აი ტერმინისთვის კანისტრებით დავიწყე საწვავის გაყიდვა. აი ამ დროს როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, პირველი საწვავი ორჯონიკიძიდან მიწისძვრა რომ მოხდა საჩხერეში, აი დღეს ჩამოვიტანე იქიდან, მას მერე მოყოლებული შრომობდი და 2009 წელს გამაჩერეს. კომპანია მქონდა მაგნატი, დამფუძნებელი 75%-ის ვიყავი მე. ხო და აი მართლა წარმატებულად მიყვებოდა ჩემი კომპანია საქმიანობას, იძენდა ქონებებს, საფართოებს და ბიზნესს. ხო, მატულობდა თანამშრომლების რიცხვი, სიკეთე როგორც კომპანიისთვის, ისე თანამშრომლებისათვის და მოხდა ის, რაც მოხდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე კომპანიისათვის საწვავის შემოტანა განვიზრახე რუმინეთიდან. ყველა პროცედურა გავიარეთ, დაიტვირთა საწვავი. მე ახლა ისე მინდა ყველაფერი გადმოგცეთ, რომ
გასაგები იყოს ჯერჯერობით და მეორე რაც არ არის ასახული გამოძიების დოკუმენტებში არ მინდა რომ ის თქვა იმაზე თუ საჭირო იქნება თქვენი კითხვები გავცემ ცალკე პასუხს ხო და ადამიანი ახლობელი რომელიც ჩემთან თანხით მონაწილეობდა ბიზნესში ზალ სამხარაძე თანხა იმისი იყო ხო და დაიწვირთა გემი უნდა შემოვიდეს მაშინდელი ხუთეული ეგრეთ წოდებული რომელიც განაგებდა ბენზინის სფეროში შემოტანას და განაწილებას და ყველა პროცედურას რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა დაიბარეს ზაზა ქათამაძის ოფისში ზაზა ქათამაძე იყო მაშინდელი ლუკოილის დირექტორი და უთხრეს რომ გაანებოს ლეონიძემ ამ ვიღაცებთან ურთიერთობას ვიღაცა იყო ის ვინც მეხმარებოდა იმ კონკრეტული ერთი გემის შემოტანაში ხო და მე ფულსაც მივცემ გავაფინანსებ გასამართი სადგურებიც იყიდოს გააფორთოვოს ბიზნესი მე მაგის არც კალონკები მინდა და არაფერი ჩემი ბენზინები გაყიდოს ეს იყო მაშინდელი შემონათვალი მაგრამ უკან რა იდგა ეს უკვე ასე არ განვითარდა საქმეები და რაც დაგვანახვა მოვლენებმა იმას მოგიყვებით ახლა კაი არა ამ ომის ეპიზოდმა სოფლიო ეკონომიური კრიზისია ქვეყანამ ომი გადაიტანა და სექტემბრის თვეში ბანკმა TBC-მ მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა მაშინ ჩემ კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორად იყო განსხვავებული ნოდარ ხადური საკმაოდ პროფესიონალი ამ ფინანსებში და ასე შემდეგ ну იმისი მეშვეობით მოხდა ეს კომუნიკაცია და რამდენიმე წერილით მიმართა ბატონმა ნოდარმა TBC-ის მენეჯმენტს და არა მარტო TBC-ის ეს არ გამომჩეს არ იფიქროს მესვეურებმა რომ მარტო ჩემზეა გადმოტანილი აქცენტიო მოკლედ დიდი წვალებისა და რა ვიცი ახლა მაშინ მართლა შეუძლებელი იყო ამ თანხების მოძიება ხო და შევძელით დეკემბრის ბოლოს ახალწლებამდე გქონდა ვადა ამ თანხების აკუმულირება და დაფარვა შევაცვლეთ პირნათლად ეს მოთხოვნა მივმართეთ მანამდე რომ იქნებ გადაგვივადოთ იქნებ რაღაც შეღავათი მოგცეთ იქნებ აი რაღაცნაირად გავძრეთ რომ ბიზნესი ჩერდება სხვა საშუალება არა გვაქვს არავითარი ალტერნატიული ну არაფერმა არ გაჭრა საბოლოო პასუხით გამოისტუმრეს ნოდარი ხო და ეს როგორც ჩაფარვა მოხდა წლის ბოლომდე 2-3 დღე იყო მეგონი 27-28-ში ჩავფარეთ ეს სესხი და სადაც 30-ისთვის დაგვიბარეს ნოდარმა მითხრა ჯაფარიძისგან რეკავსო წარმომადგენელი და გთხოვენ შეხვედრას რა ხდება ნოდარ კომპანიაში აქციები წილის ყიდვა უნდათ საკვირველი რა კაცი რომელმაც წელი გამოგისვა მოქსპო გაგანადგურა ფული წაგართვა საბრუნავი კი თავისი იყო მაგრამ იმას ვალდებულებები მოყვებოდა ჩემგანაც და მათხრიანაც ხომ კაცო ესე ხომ არ იყო არა და თანხა იყო საბრუნავ თანხაზე ლაპარაკი დაახლოებით $3 მილიონი ფარგლებში ხო და ну მივედით შევხვდით ჯაფარიძე იყო ეს სხვებიც ხო და ну ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენი კომპანიაში წილის ყიდვა ფერები მოგწონს თქვენიო რა ახლა სხვებიც არიან მაგრამ თქვენი გვინდა ვიყიდოთო რა და მეთქი აი გინდა იყიდოთ დავიწყეთ 2000 ფერები ლურჯი ფერი და თეთრი ქონა როგორც მაგათ ბანკს აქვს ბრენდს ისეთი ხო და ну სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს რატო არ უნდათ სხვა კალონკების ყიდვა რა ხო და იანვრის თვე მოუნდით ну აზრების გაცვლას შეთანხმებები ჯერ არ იყო არაფერზე იყო სურვილი რომ 25%-ის ყიდვა უნდათ
25%-ის ყიდვა უნდათ რა. ლაპარაკობდით ახლა იქ მენეჯმენტზე, ვინ უნდა მართოს კომპანია, როგორ უნდა მართოს, ქონებების შეფასება რა ღირს. ეს ყველაფერი ორ თვეში გავიარეთ რა. იანვარი, მარტი უფრო სწორად, მარტის ნახევარი. მოვუნდით ამ აზრების გაცვლას. და შევადგინეთ მემორანდუმი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, არის იმ ტექსტში, მემორანდუმში და სხვა დოკუმენტებში, რაც მე გამოძიებაზე მაქვს მიწოდებული. თუ პატიმრობაში ყოფნის დროს, თუ შემდეგ. მემორანდუმში იყო ასეთი, მანამდე რომ დავთვალეთ ქონებები, $30 მილიონამდე ადიოდა ჩემი კომპანიის მაგნატის პროფილური ქონებები, ანუ რაც კონკრეტულად ბენზინ საქმიანობას უკავშირდებოდა. ნაჩვენე ხომ სხვა ქონებებიც ჰქონდა იქ, რესტორნები, ფაბრიკა, ქარხანა, მიწები, რაღაც სხვა რაღაცები, მაგრამ ეს პირობა იყო, უნდა გამონთავისუფლებულიყო და მხოლოდ პროფილურ ქონებებში დაკავშირებულ ბიზნესში უნდა შემოსულიყო წილში. $30 მილიონამდე გამოვიდა შეფასება, $29,600,000, რომელსაც ვაფასებთ TBC ბანკის პროფესიონალური ჯგუფი, რომლის საფუძველზე გასცემენ სესხებს, მანამდეც და ეხლაც და ჩემი მხრიდან მიყავით მე და ბატონი ნოდარი. $29 მილიონი და $30 მილიონიდან $7,500,000 უწევდა 25% არითმეტიკა უბრალოდ და $7,500,000-ო ახლა აქციონერებად შემოვდივართ, მეგობრები უნდა ვიყოთ, ასე მოკლედ $3 მილიონს გადავიხდითო რა. ესეც 5 წლის შემდეგ. ანუ ოპციას ყიდულობს ფაქტურად ესე გამოდის, ხო და 5 წლის შემდეგ იხდის $3 მილიონ. გაჩერებული ვარ, სახსრები არ მაქვს, საბრუნავი, მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. არა და არც სულ პირობას არ მეუნება, ახლა მე ფული სახში დასადებად რა თმინდოდა, კაცო, კაი 7-ის მაგრამ 3 მომწეს, მაგრამ კომპანია იმუშავებს, დასაქმდება ხალხი და მეც სიკეთე მექნება და სხვასაც. დავთანხმდი ამ $3 მილიონს. ეს იყო პირველი პირის შეცვლა, რაც გააკეთეს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. კი ბატონო. გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, წინასწარ განზრახულობათა ხელშეკრულება, მემორანდუმი 2009 წლის მარტის 27, მე მგონი არ ვცდები. ხელსაწერს ჩემი მხრიდან ხონებული ნოდარი, მე და იმ მხრიდან ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი, მაშინაცაც დღესაც. ეს დოკუმენტად დევს დღესაც გამოძიებაში, რა თქმა უნდა. იქ ასახულია ახლა რა, რომ ეს $3 მილიონი ერთი უნდა მიიღოს კომპანიის დამფუძნებელმა ეს თანხა ამ ხნის განმავლობაში და პირობად იყო ჩადებული, რომ 5 წლის შემდეგ, როცა კომპანია განვითარდებოდა, ან მე უნდა მეყიდა ის 25%, რაც მათ სურვილი ჰქონდათ ყიდვისა, ან მთლიანად გაგვეყიდა უცხოელზე. ეს ჰქონდათ იმაში, რა ქვია, თავიდანვე ჩადებული, რომ იქნებ უცხოელზე გავყიდოთ, უფრო მეტ თანხას გადაიხდის. მეთქი მე გაყიდვის სურვილი არა მაქვს. მე ჩემი შექმნილია და სისხლი მაქვს ჩაქცეული. თუ ვიყიდი, მე ვიყიდი მეთქი. კარგი ვარს მაგაზე წინააღმდეგ ყველაფერზე თანხდებიან. ხო და პირობაა კიდევ ჩადებული, რომ კომპანიის რებრენდინგისათვის, განვითარება, საბრუნავი თანხა, ახალი ავტოგასამართის სადგურების ყიდვა პირველ ეტაპზე $20 მილიონი უნდა ჩადონ ამ საქმიანობაში. როგორც კი შემოვლენ წილში, და მე ერთი გამოჩნდა აქ მარტო ხაზარაძე და ჯაფარიძე და ბუცხრიკიძე, TBC ბანკის იმ სახელით ხდება ეს ყველაფერი. აი, იქ აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია TBC ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. $20 მილიონ დებენ, მე ჩემ პროცენტში რაც მრჩება, მექნება საშუალება, რომ მიღებული დივიდენდებით
გავისტუმრო დანარჩენი კრედიტორები. ყავდა მე ბევრი ბანკიდან მქონდა სესხები და კერძო სესხებიც მქონდა. ამათ ხომ გასტუმრება უნდათ არა კაცო და ეს ჩაიდო მემორანდუმში რომ მე მიღებული შემოსავალიდან 25%-ს ავიღებდი, 25% და ამ 25% უზრუნველყოფდა იქ იყო რესპუბლიკა ბანკი, იყო VTB ბანკი, ხო, იყო კერძო კრედიტორები, ხო და ეს პირობა რაც მემორანდუმში დევს თანხაზე გითხარი და საერთო მოცულობა ამ ჩემი პროფილიანი ქონებისა 29,600,000 დოლარი და ჩამოთვლილი ავტოგასამართის სადგურების სია, რომელი რამდენი ღირს და საერთო ჯამი. ანუ ყველაფერი ამოწურავი ამ დოკუმენტში, რაც მე იმ დროს მაინტერესებდა. ხო, შევთანხმდით რომ ეს თანხა წართმეული აქვს, მე არაფერი საბრუნავი თანხა არ მაქვს, ვარ გამოვალ მართლა მდგომარეობაში, კერძო კრედიტორები, ასე თუ ისე იგასამართის სადგურები მუშაობენ, მაგრამ მუშაობენ კონსიგნაციით, ხო და აი ძალიან ისეთი, რა ვიცი, რა დავარქვა ამას სახელი პირობად რა. 4 თვე მოუნდით მოკლედ აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტოს თვემდე ქონებების გადატანას, ერთი თხოვნა იყო რომ გავაკეთოთ ახალი კომპანია, სააქციო საზოგადოება, სადაც ეს ქონებები გადავა, თავისუფალი ქონებები და ამ მაგნატს ესეც ბოდიში პრიმანკა რა. ხო რომ აქ ახალი კომპანია გავაკეთეთ, ნავთობ პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, დირექტორად დაინიშნა მათი კაცი, ბატონი გიორგი ასლანიკაშვილი. ნოდარ ხადურზე უკვე უარი მითხრეს თანამშრომლობაზე, ფინანსური დირექტორი ის უნდა ყოფილიყო შეთანხმებით, ანუ მეორედ გატეხეს პირობა. რომ ხადურიო იქნებო ჩვენი კაცი იყოს უფრო, აი, მე ყველაფერზე ვთანხმდები. ეხლა ნოდარი უმუშევარი არ დარჩებოდა, მე სხვა საქმეც მქონდა და იმდენი ის მქონდა ნოდარს მაშინ, რა ქვია, საქმიანობის სფერო. ხო და მე ნოდართან შევთანხმდი, ნოდარ ეს არ არის ჩემი აზრი, ასე მოითხოვეს და რა ვქნათ, ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღო ნოდარმაც და შევთანხმდით, რომ ფინანსური დირექტორიც, გენერალური დირექტორიც არის TBC ბანკის წარმომადგენელი. ვაცნობ ყველანაირ დოკუმენტაციას აბსოლუტურად, თუ რამე გააჩნია ამ საქმიანობას, ტექნიკური იქნება თუ რაც იქნება რა. ვეტევი დროში შევამცირო. ხო. ხო და მოუნდით 4 თვეზე მეტი ამ ქონებების გადაცემას ამ ახალ კომპანიაში. ანუ აქ მოხდა რა, რომ ესეც უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა მონაწილე ვარ იმ დანაშაულის 29,600,000 დოლარის ქონება ავტოგასამართის სადგურები და 4 ნავთობბაზა, 52 მოქმედი ავტოგასამართის სადგური მქონდა მაგ დროს. 52 და 4 მოქმედი ნავთობბაზა. ხო? ეს ყველაფერი დაფიქსირებული და ამას დრო უნდა ეხლა რომ ეს ქონებები გადაიტანო იმ ახალ კომპანიაში და ჩემი დანაშაული მეთქი რომ 29,600,000 დოლარიანი შეთანხმება ხაღალზე ავსახოთო 11 მილიონ დოლარად. მეთქი. და მეუყვები მეთქი გეუბნებით ყველაფერზე. რატომ წარმომადგენელი გიორგი ქვია, მეგონი ასლანიკაშვილი, ესე თქვენსო ჩემებმაო, ჩემება ჯაფარიძე იყო. უშუალოდ მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი. ხო რომ ესე თქვენსო, რომ ახლა ფული უნდა გადავიხადოთ ამ ყიდვა-აყიდვის დროს, დიდი თანხა უწევდა და რატო დავკარგოთ და მიბმული ამას სისტემები, რაც დანაშაულად ითვლება მაშინდელი კანონმდებლობითა და დღესაც, მაგრამ ინიციატორი იყო, წავყევი და მეც ვარ მონაწილე ამ დანაშაულის. ანუ გაფორდა ლასკდობის ხელშეკრულება 11 მილიონ დოლარად. ჩემ კომპანია მაგნატს და ახლაც შექმნილ კომპანია NSK-ს ნავთო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის ამ თანხაში. ეხლა აქ თავიდანვე აქციონერებად 25% იყო TBC და დანარჩენ
ბანკებთან მე რომ მქონოდა ზედმეტი დამაჯერებლობა ყველა მაფრთხილებდა მე შემიძლია დავასახელო გვარები კაცია VTB ბანკში ალავიძე რესპუბლიკა ბანკში რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება ჩვენ ვერ ვენდობით და მოდი ისე გავაკეთოთ რომ კიდათ სესხს მოგცემს აი რესპუბლიკა ბანკი მეუბნებოდა მოგცემ TBC ბანკის გადასაფარ თანხას ოღონდ მაგათ დაანებე თავი შეყოფილი მქონდა თავი და ვეაფერს ვერ ვიზამთი და ზედმეტი დამაჯერებლობისათვის თუ გარანტიისათვის გავაკეთეთ ის რომ ამ ახალ კომპანიაში აქციები ამათ სახელზე გავაფორმეთ არ არის მე მგონი არაიურიდიული სიტყვა ანუ ჩემი იყო მაგრამ იყო 10% რესპუბლიკა ბანკზე 10% VTB ბანკზე იყო სამხარაძეზე იყო ერთ კრედიტორზე კიდევ და მე დამჭა ამ კომპანიაში 25% ისიც შემახლებელზე მქონდა გაფორმებული არ არის მე მგონი დანაშაული არც ახლა არც მაშინ ხო და ბოლო ქონებას მოვაწერე გადაცემას ხელი აი 52 ავტოგასამართის სადგურიდან და 4 ნავთობაზიდან ერთი ყველაზე დიდი ობიექტი იყო თბილისში წყალსადენის ქუჩაზე ლეონიძის ბაზას ეძახოდნენ მაშინ მაგნატის ნავთობაზა დღეს გალფია წერია მთელი ქალაქი მთელი ქვეყანა იქ მიდიოდა ფასის და ხარისხის გამო აი ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე მე ხელი ნოტარიუსში იმ დღეს დამაკავეს დამაკავეს ბარემ ჩაურთავ ამასაც აი ბოლო ქონებას რომ მოვაწერე ხელი და ბარე გავარჩო TBC ბანკის წარმომადგენელი ვინმე ლევან ზოდელავა მივიდა ჩემი დაპატიმრების შემდეგ 2 თუ 3 დღეში ხარვეზი დაუდგინა საჯარო რეესტრმა ამ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას ლევან ზოდელავა TBC ბანკის წარმომადგენელი მიდის რეესში გაყალბებული მინდობილობით მე რამდენიმე ტერმინს გეუბნებით ეს არის დამტკიცებული გამოძიების მიერ და ითხოვს ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეცვლას იმ ხარვეზისას აღმოფხრას რაც დაადგინა რეესტრმა ეს მინდობილობა გაცემული ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის სახელით მალხაზ ბაბლიძის სახელით რომელიც აი 6 თუ 5 აგვისტოდან 13 აგვისტოს და შემდეგაც ქალაქში არ იმყოფება საქართველოში არ იმყოფება თითქოს ამ ადამიანმა რომელიც ქვეყანაში არ არის ამ დღეს 6 თუ 7 აგვისტოს მინდობილობა მიცა ისევ ჩემ თანამშრომელს ამ საქმის ხარვეზის მოსაგვარებლად ხო მოკლედ ძაღავება მოხდა რა გარემოებაში ახლა იციან რომ მე ქვეყნიდან არ გავალ ახლა ოჯახს არ დავტოვებდი და არ გავიქცეოდი იმიტომ რომ დანაშაული არ მქონდა არ ვიმალებოდი და არც დასამალად მქონია საქმე ხო ჩემი შვილს უცბად აგვისტოს დასაწყისია დარეკა ერთმა პიროვნებამ იმ სისტემაში მომუშავე და ჯემალ გიორგის იჭერენ და უჩემოთ არ მიხვიდე პოლიციაში მე გამოხვევე აი და იჭერენ გამოხდა ავედი მოგეთ ღამის 12 პირველი საათი იყო თემქაზე მილით პოლიციის სამართველო დამხდა იქაური არც დეპარტამენტის უფროსი იყო თუ მოადგილე ის სამართველოსი დავით ქოიავა რომელიც ძალიან კარგად მიცნობდა მამამისის სამსახურში მოწყობა თხოვა 3-4 თვით ადრე და ეს კაცი აკეთებს ამ საქმეს ახლა ხო და მითხრა მამას არაფერი არ ეშველება უნდა დავიჭიროთ რატო თემგის მე-11 მიკრორაიონში დღეს ასახელებს რიცხვი არ მახსოვს უსტად გიორგი ლეონიძე ჩემი შვილი კორპუსის წინ დახვდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს იარაღი დაადო შუბლზე შენი იაღოველი შეაგინა და ასე შემდეგ აგერ ჩვენება მაჩვენებს იმ ქალბატონი იყო ის სურათ სულ ყველაფერს და გავქნა ამას არაფერი არ ეშველება მოკლედ ერთი კვირა თუ 10 დღე მოუნდი მე თვითონ იმის ვითომ მტკიცებას მაგრამ ვერ დავამტკიცე რომ ამ დღეს მithumetes ამ საათზე გიორგი თემქაზე არ ყოფილა და იქ საერთოდ არ ყოფილა მე-11 მიკროში თავის ცხოვრებაში
ნუ რა ვქნათ 100-ია და 100-ია. ხო ეს დაკითხვები მიდის დღეში 5-10 კაცი მაინც შემგან წარმომადგენელი რომ გიორგი იმ დღეს სად იყო, რა საქმიანობას აკეთებდა, რას ეწეოდა რომ ამოურიცხოთ ეს ბრალი. არა, ნუ მოკლედ ბოლო 13 აგვისტოა ჩემი დაპატიმრების დღე. ბოლო იმაზე დაიბარეს ჩემი შვილი დაკითხვაზე, გამოკითხვაზე, რავი, რა ქვია. ხო და 12 საათზე თუ პირველი იყო ურეკავ, მეთქი გიორგი რა ხდება. ხო და ეს დეპარტამენტის უფროსი თუ მოადგილე იყო ქოევა და გამომძებელი იყო ნუგზარ სტეფანიშვილი. ქოევას უთქვიაო, რომ ეს ქოევა შემდეგ ახალ ხელისუფლებაში გარდაბნის პოლიციის უფროსი იყო. ქოევას უთქვიაო, რომ ლეო ჯემალა თუ მოვაო 4-ს რომ დააკდება 20 წუთიო. საქმე დამთავრდება ნორმალურად. თუ არაო, არ ვიცი რა მოხდება. ჩემთვის უკვე გასაგები იყო რაც ხდებოდა. მივედი ყოველგვარი მომზადების გარეშე. თხოვე ახლობელს ამიყვანა იქამდე, მაგრამ არ ვიცი თუ იქ დამავატიმრებენ, კაცო. შევედი ამ სამმართველოში, რაშვაშია ახლა თემქის პოლიციის სამმართველო ჩემთან. ხო, მივედი, გამოვიდა ეს გამომძიებელი სტეფანიშვილი, ბოდიში ბატონო ჯემალ და უკვე დგანან ეს არ ვიცი ვინ არიან, უკვე ეთყობათ რომ თანამშრომლები არიან რა. ხო და მე არაფერი არ ვიცი და თუ აქ არ არის ქოევა დაიმალა. ხო და გავიდა, მოიბოდიშა და გავიდა რა იმ მოსაცდელი ოთახიდან. ნუ ამათ არც განმარტება, არც ახსნა, არც ხელბორკილები. წამოვყევი. ნუ ასეა, წამოვყევი. უკან შუაში შავჯიხი იქით-აქით წინ ორნი. მე მეყვალეს ფინანსურ პოლიციაში და დამტოვეს, ჩემო ბატონო. დამტოვეს ეს მოხდა ჩემ პატიმრობასთან დაკავშირებით. მეორე შვილსაც მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. თელი ღამე მოუნდა თუ 24 საათი არ ვიცი იმის დაწერას. ექსპერტი დაიბარეს ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით დაეწერა დასკვნა რომ დაეწერა რომ არის არაფხიზელ მდგომარეობაში ამას დაჭირდა იქ აფიქსირებულია ოფში არც ამას ისე არ ვამბობ და ნუ დააწერი ეს განცხადება ისიც წამოვიდა სამსახურიდან და ორივე შვილი დამჭა ასე მე დავჭი იქ ჩემი ქონებები აქ და არავინ პატრონი არაფერზე გამოიჩენს ვინმე ასოხი რაღაც ინიციატივას და თუ ზედმეც ილაპარაკებ მიგისვამთ ლეონიდესთან გვერდით დაგსვამთ აქ რა ხდება ახლა ეს კომპანია რომელიც ქონებები გადავიდა გიორგი ასლანიკაშვილი გითხარი წეღან დარჩა $5 მილიონი ვალი ანუ ჩემი კომპანიიდან ხომ გადავიდა იმ ჩემს სააქციო საზოგადოებაში სადაც ეს მე აქციების სხვებზე გავაფორმე დროებით ვალდებულების მოხსნამდე ხომ ამ კომპანიამ ბანკიდან აიღო $5 მილიონი გიორგი ასლანიკაშვილი დღეს არის ბატონებო პრობლემატური სესხების განყოფილების გამგე და სულს ხდის ხალხს მეც ჩემთანაც არეკიებს ხანდახან ისაკო მევალეთა რეესტრში არის და გამოცხადდეს კაცმა რომელმაც კომპანიას TBC ბანკიდან აიღო იმ კომპანიამ სესხი $5 მილიონი და დარჩა ეს გადასახდელი და ამ კომპანიის დირექტორი იყო კაცი რომელიც დღეს სხვა სთხოვს სესხების გადახდას დღესაც მოქმედი ხო და სხვათა შორის ამ კომპანიის ჩემი მაგნატის გამოძიება რომ უკავშირდებოდა ამას ახალი გამოსული ვიყავი პატიმრობიდან ამ კომპანიის დოკუმენტაციაც მოითხოვეს და ისიც პროკურატურაშია იმ გამოძიებას არ ეწია არავითარი გზა წინ იმ სააქციო საზოგადოებას ხო და ასე ბატონო ეს საქმე თუ მე რამე შეკითხვები გექნება ახლა კიდევ ერთი რომ მივმართე მე არ დამიწყია ჩემო ბატონებო დავა და განცხადებები აი 2012 წლის შემდეგ
მე როგორც კი დამაპატიმრეს, მაშინვე ჩემი კომპანია გააკოტრეს, ის ერთი მაგნატი. მეორე ამ სააქციო საზოგადოებას $5 მილიონი ვალი დაუტოვეს. მე ვწერდი ბატონ ადეიშვილსაც, გაკოტრების მართველებს, რომ კომპანიას აქვს ქონებები, კონკრეტული ქონებები და კრედიტორთა მოთხოვნით სასამართლო გაიარა ამ გაკოტრების რეჟიმმა. კრედიტორთა მოთხოვნით ჩემი განცხადების საფუძველზე ნუ გააუქმებთ კომპანიას, ნუ ამოშლით რეესტრიდან, რომ კრედიტორებმა მიიღონ თანხა და სხვათა შორის სახელმწიფოს ბიუჯეტშიც დარჩა გადასახდელი 70,000 ლარამდე მაგნატს. ნუ მოსამართლემ არაფრად არ მიიღო, არაფერი სახელმწიფოსთვის იყო გადასახდელი თუ ვისთვის და მაინც გაკოტრდა ის კომპანია, რომელზეც დღესაც მაგ დავა 2009 წლიდან მოყოლებული 27 ეხლა მარტში ჩანიშნა მოსამართლემ, ძალიან კარგმა მოსამართლემ პროცესი და სავარაუდოდ საჯარო რეესტრიდან ამოშლილი მაგნატი უნდა აღსდგეს ამ გადაწყვეტილებით. აღსდგეს მე ბევრი მსგავსი პროცესი გავიარე და არ გამიმართლა იმადები, მაგრამ მგონია რომ აღსდგეს, უნდა აღსდგეს, იმიტომ რომ უზენაესმა სასამართლომ დაავალა აპელაციას ხელახლა განიხილე და თუ ამ კომპანიას ქონებები ჰქონდა 2012 წლის მდგომარეობით აღადგინე. 12-ში ჰქონდა და დღესაც აქვს. 2 თვის წინ ავიღე საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც იმ კომპანიას მაგნატს, რომელიც ამოშალეს რეესტრიდან, დღესაც ქონებები აქვს. ნუ ამოშალეს. ხო, ეს გაკოტრებასთან დაკავშირებით. ნუ რა ვიცი, ხო ეხლა ვერ მაგონდება და ამისთვის შეკითხვები გიპასუხებ ჩემო ბატონებო. ო, ციხიდან რომ გამოვედი სამყობილედან მქონდა ისა, რა ქვია, შეხვედრა TBC ბანკის წარმომადგენლებთან, რომ მინდოდა იმ კომპანიის რომელშიც ქონებები გადავიდა და იმ დროს ქონების გადასulis დროს ტრანზიტული ანგარიში გახსნა TBC ბანკმა და მაგნატზე მისაცემი თანხა მიცა ჩახურა სესხები. ნუ ამას დღეს ის არ აკეთებს შავი სამყარო, თუ იქ არ ესწრება წარმომადგენელი, მე ციხეში ვარ და ჩემი კომპანიის ქონებების ღირებულებები ჩათვალა ვალის დასაფალად თავისი და რესპუბლიკა ბანკის. ამ დროს მეორე კომპანიის ქონებები იყო კიდე შეფშასე თიფლისი, რომელსაც არავითარი ვალდებულება TBC ბანკთან არ ჰქონდა, არავითარი და აქაც ნოდარი იძულებული გახადეს ხადური მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ჩემი ყოფნის დროს, რომ ეს თანხა $11 მილიონი ორ კომპანიაზე განაწილებული ჩაითვალოს სესხში. ხო ბატონო, კიდევ რას ვამბობთ? ხო, შეხვედრა მქონდა პარტიმრობიდან გამოსulis დროს TBC ბანკის მესვეურებთან. ხო, მანამდე ერთი ესეთი ეპიზოდი იყო, რომ როცა მე უკვე იქავარ, დამწყდეული ვარ, აქ ხდება ის, რაც ხდება, ყველა დატაცებული, ზოგს რამია, ღვინის მარანი მქონდა, ლუდის სახარში მქონდა, რესტორნები მქონდა, 3 საკუთარი რესტორანი მქონდა, ავტოგადამამუშავებელი ქარხანა, მეფრინლობის ფაბრიკა და ნუ მიდის ვინ მოასწრებს რომ ხელი დაადოს და ეს ყველა არის იმ პარტიის ან მაღალჩინოსანი, ან პროკურატურის მაღალჩინოსანი, ან მათთან დაახლოებული პირები. ესე წავიდა ჩემი საცხოვრებელი სახლიც მცხეთაში, რომელზეც ეხლა მაქვს 2011 წლიდან გავიარე სასამართლო პროცესები, სასამართლო მომაკუთნა მე ჩემი საცხოვრებელი სახლი ბატონებო 2016 წელს, ამ პერიოდში მავანმა, რა თქმა უნდა, პროკურატურასთან და იმ ხელისუფლებთან დაახლოებულმა კი არა შეკრულმა მოახერხა ჯერ ქონების ჩუქება, მერე გასხვისება, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და ჯერ ჩუქებას აფორმებს, მერე ნასყიდობას და ამ სასამართლომ ყველა ადმინისტრაციული აქტი გააუქმა ქალბატონი თამარ ონიანი ღირსეული მოსამართლე მართლა, იმ დროს დავიწყე მე და 2011 წელს, ხო და გააუქმა იმის საკუთრებაც, აუქციონზე შეფასება, აუქციონი, ყველაფერი და მომაკუთნა მე, მივედი საჯაროებში და ყავს კეთილსინდესიერი მებადრონე.
ამან რახან მოახერხა ჩუქება და მერე გაყიდვა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს ხალხო მართლა ესეთი ეს არის 2013-16 წლები ხო და ეხლა რა მოხდა ცხეთაშია ეს საქმე განხილვაზე ცხეთაში და 4 მოსამართლე გამოიცვალა ამ საქმემ დღეს მეხუთე ყავს ხალბატონი თამარ ლეჟავა და ამასაც ეთყობა რომ რაღაც სხვა ზრახვებია გუნებაში 4 მოსამართლე გამოიარა ამ საქმემ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მიუმართე იუსტიციის საბჭოს რომ არ არის ეს მოქცევა ჩემნაირ კი არა ნებისმიერ დაზარალებულთან დაკავშირებით 16 წლიდან 25 წელია დღეს და სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც მიჭირავს ხელში ბინა სახლი ჩემია და ცხოვრობს სხვა უკანონოდ ხომ ვერ მოახერხე იმის გამოსახლება ცოტა იმ ტერმინით ვამბობ თვალთმაგცობაა და მოჩვენებითი გარიგებები ეხლა შევდივარ მე ხან ემოციაში და თუ მიმიშვებთ არ გავჩერდები გულის ტკივილმა ესე იცის ხოლმე და რა ვიცი აი ესე მაქვს აი მეფრინობის ფაბრიკა წაღებული მეფრინობის ფაბრიკა რომელიც დაპატიმრების დროს წიწილა ინკუბატორი მქონდა სავსე წარმოება წიწილა საკვების უყველაფერი ბუნებაში არ არსებული ბრძანებით ფინანსური პოლიციის ბრძანებით ვითომ შეამოწმეს კომპანიაზე რომ დამიჭირეს 65000 ლარის ზედმეტობა მქონდა წინასწარ გადახდილი დღეგეში ეს გაქვითეს და 80000 ლარი დამაწერეს ზედმეტად ჯარიმა და ისიც გაყიდეს. ბატონო ჯემალ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენ მოითქვით სული დაწყნარდით რამდენადაც შეძლებთ ამდენი უბედურების მერე და რაც თავარია ამის მოყოლაც კიდევ თავისებური სირთულეა, იმიტომ რომ ხელმეორედ განიცდი ადამიანი ყველაფერს. და ძალიან ცუდად განიცდი. ამიტომ თქვენი ნებართვით კითხვებზე გადავალთ. კი ბატონო. მე დაგისვავთ რამდენიმე კითხვას და შემდეგ კომისიის წევრებს ვთხოვ რომ სხვა კითხვები დასვან. თავიდან რომ მივყვეთ თქვენს მონათხრობს. თქვენ ბრძანეთ რომ ვინმე ზალ სამხარაძის მეშვეობით შემოთვალეს და შეხვედრა სულ თავიდან სანამ ეს უბედურებები ასე ვთქვათ თავის მასშტაბს შეიძენდა შემოთვალეს რომ შეხვედრა საჭიროა იმ კომპანიებს ვინც ნავთობის ბიზნესში იყო იმ დროს ჩართული და ლუკოილში შედგა შეხვედრა. კი, ლუკოილის ოფისში ბატონ ზაზა ქათამაძის თანდასწრებით. და ვინ შემოთვალა რომ ლეონიძე გაჩერდესო ვისი შემონათვალი იყო და თუ უნდა გაანაწილოს ბიზნეს საწვავიო და ჩვენ შემოვიტანთ ამ საწვავსო, ხო სწორად გავიგე. ეს არ იყო არც ბრძანება, არც დავალება. აი ისე რომ ეთქვიან შენა უკეთესი იქნებაო რომ დავით კეზერაშვილის მხრიდან იყო ეს შეტყობინა. პირდაპირ რომ კეზერამ თქვა მე ვიცი ლეონიდის მუშაობა იმუშაობს გაყიდოს ბენზინები არც ბანკის წესხი უნდა არც პრობლემების შემოტანის დროს ოღონდ გაყიდოს ბენზინები რაც ნიშნავდა რომ იმ ხუთეულში შემოქონდა ის ბენზინები და ის ბენზინი უნდა გამეყიდა მე არ ქონა არავით არის წინააღმდეგობა ბატონებო ეხლა ამაზე გიჟი თუ იტყვის უარს ამას არ იტყვი უარს მაგრამ რაღაც სხვა ვალდებულება მქონდა სხვა ადამიანებთან იმის სახელით შემოდიოდა ის გემი ახლა საქართველოს ცოტა სხვა წესებია იმ იუდულ წესებთან ერთად და ეს გამოდიოდა რომ ამ ადამიანს უარს ვეუბნებოდი და აქეთ და თურმე უნდა მეთქვა თანხმობა უნდა მეთქვა რომ ესე არ გავჭლეტილიყავი რა იმგან ცუდი არაფერი შემოუთვლია ესე იგი ჩემთან იმუშაო ჩემი ბენზინი გაყიდოს ну რა თქმა უნდა ფასებზე შევთანხმდებით და თუ არა რა იქნება ეს პასუხი არ არის ბატონო ჯემალ ეს რომელი წელია რომ 2008 წლის ომამდე ამ დროს ბატონი კეზერაშვილი არის თავდაცვის მინისტრი. არა, ალბათ მე მგონი ის იყო ხო თავდაცვის მინისტრი მაშინ ალბათ ხო კი ზუსტად არ ვიცი მე თავდაცვის მინისტრი კი გითვლით საწვავის ბიზნესში ჩართულ ადამიანს და წარმატებულ ბიზნესმენს რომ მე შემომაქვს საწვავი ჩემი გაყიდოს და თვითონ შემოტანას შემომაქვს არა ავა კონკრეტულად მე რაც ჩვენება მაქვს გითხარით აი ზუსტად უნდა გითხრათ ჩემი ბენზინები გაყიდოს
ჩვენი ბენზინები გაყიდოს. ეხლა მე შემომაქო მაგას რომ არ იტყო და ეგ რა თქმა ხო? სახლში მაქვსო თქვათ და ჩემი გაყიდოს, ჩვენი ბენზინები გაყიდოს და არაფერზე პრობლემა არ ექნება. ეგ არის. გასაგებია. ეს შემოთვალა კეზერაშვილმა, რაც თქვენ არ გაითვალისწინეთ. არ გავითვალისწინეთ და იმ დღესვე ღამის პირველ 2 საათზე მოხდა ჩვენი შეხვედრა ამ პიროვნებასთან სასწრაფოდ პასუხი ეჩქარებოდათ იოსებიძის ქუჩაზე, ხო და უთხარი რომ ვერა, მე ეხლა ამ ხალხთან ვარ და მისი პირით შეუთვალე თუ არის? ისევ ზალ სამხარაძის პირით. ისევ ზალ სამხარაძის პირით. ვინ იყო ამ დროს ბატონი ზალ სამხარაძე? სამხარაძე, ბატონი სამხარაძე იყო ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობები ძველთანაც და ახალთანაც ხელისუფლებასთან, ნორმალური პირობებით აკეთებდა ბიზნესს და ჩემ კომპანიაში ჰქონდა თანხა ჩადებული საბრუნავი თანხა, რომლითაც ის საწვავი შემომქონდა, რომელიც ამ ეპიზოდს უკავშირდებოდა. ერთი გემი. გასაგებია. და თქვენ ბატონ ზალ სამხარაძესთან დაიცავით ის ქცევა, რაც ბიზნესს და მორალს შეეფერება და უარი უთხარით თავდაცვის მინისტრს კეზერაშვილს, რომელიც 2006 წლიდან უკვე თავდაცვის მინისტრია და გეუბნებათ, რომ ჩვენი საწვავი ბენზინები გაყიდე და არ გექნება პრობლემა. რამდენად იყო თავდაცვის მინისტრი თქვენი აზრით უფლებამოსილი, რომ ბიზნესმენისთვის ამგვარი შემონათვალი გაეკეთებინა? რამდენად იყო კანონში ჩამჯდარი, ეხლა ეს ჩემი გადასაწყვეტია. მაგრამ უფლება რომ მქონდა ბენზინებს ანაწილებდა, ეს ქვეყანა მიცოდა და მარტო მე არ გეუბნებით ამას. გასაგებია. ბატონო ჯემალ, შემდეგ თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ, რომ TBC ბანკმა ჩვენი ერთ დღეს მოგთხოვათ, რომ 3 თვის ვადაში თუ არ ვცდები დაფარე თანხებიო. დიახ. 4 თვის ვადაში დაფარე თანხებიო და თქვენ მოგიწიათ 4 თვის ვადაში 3 მილიონი დოლარის მობილიზება და 2008 წლის დეკემბერში TBC-სთვის დაბრუნება ჩარიცხვა. რომ არა ეს მოთხოვნა ჩვეულებრივ პირობებში რა ვადაში უნდა დაგეფარათ ეს 3 მილიონი დოლარი? ეგ იყო მიზნობრიობა მაგ თანხისა საბრუნავი თანხა. საბრუნავი თანხა, როგორც წესი, არ იყო გრძელვადიანი. მაგრამ მაგ დროს არ უწევდა დაფარვა. ხომ არ გახსოვთ როდის მოუწევდა? ალბათ მინიმუმ აი მომავალი წლის ბოლომდე რა, მინიმუმ რა. იმიტომ რომ ახალი გაახლებული იყო სესხები, მე TBC ბანკთან ურთიერთობა სესხებთან დაკავშირებით დავიწყე 2007 წელს. 7 წელს. ხო და იქიდან მოყოლებული იყო გრძელვადიანი კრედიტები ქონების შესაძენად, იყო საბრუნავი თანხები და ეს რაც მოთხოვნაა დააყენეს, ეს იყო საბრუნავი თანხები, რომელიც არ იქნებოდა გრძელვადიანი, მაგრამ მინიმუმ ალბათ 2-3 წელიწადი ქონდა ვადა რა. ესე იგი, რომ შევაჯამოთ პასუხი, თქვენ ამბობთ, რომ არა ეს მოთხოვნა, რომ 4 თვეში დაფარე ეს თანხაო და ჩვეულებრივად რომ წასულიყო პროცედურაც და ცხოვრებაც, თქვენ სადღაც 12-15 თვეში მოგიწევდათ ამ თანხის გადახდა, რაც მოგიწიათ 4 თვეში. რატომ მოითხოვეს ეს თქვენი აზრით? არა უხსნიათ, რატომ ვითხოვთო გაუჭირდა ბანკს TBC-ს თანხა? არა არიყვენ აქ ისა გულახდილები, მაშინ სოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო. თვითონაც უწევდათ ამ თანხების მობილიზება, მაგრამ რაც თავარია, შეკითხვას უკავშირდება. მაგ დროს ბატონები რომ გამოდიან ეთერით და გაკოტრებული ვიყავითო სამგორის საქმეზე 2009 წლამდე და ეს ტრანზაქცია იმიტომ გავაკეთეთ რომ ბანკი გადაგვერჩინაო. ესე იგი 20 მილიონ დოლარს იპარავს თუ 18 მილიონს სხვისგან უმალავს TBC ბანკს და აქეთ მე მპირდება იმავე დროს რომ 20 მილიონ დოლარს შენ კომპანიაში ჩავდებო. ზრახვა რა იყო გალბატონო თია? განზრახულობა რა იყო ის რომ რაც შედეგი დადგა, ხო? ჩემი იზოლაცია მომხდარიყო, თორემ ადამიანები რომელიც საქვეყნოთ, ხომ ეხლა მე ხომ არ გამისამართლებია სასამართლომ გაასამართლა და დაუდგინა ბრალი, ხომ? რომ ამ პიროვნებებმა 2007-9 წლის განმავლობაში თავიანთ ბანკს ფული მოპარეს, შეიძლება არასწორ იმას განმარტებას ვაკეთებ, იმიტომ რომ ახსნა ასე ახსნეს.
მე ეთერში ესე მოვისმინე რომ იმიტომ გავაკეთეთ ეს რომ ბანკი გადაგვერჩინა გაკოტრების პირას ვიყავით მისულებიო. კაცო გაკოტრების პირას მისული კაცი მე მპირდება. მე ხომ არ ვიცოდი მაშინ ამათ 8 ისე რა საქმიანობა ქონდა სხვებთან. მე მპირდება რომ შენთან 20 მილიონ დოლარს ჩავდეფო. ამას ხომ არ ვიგონებ. ესეც მემორანდუმშია ჩაწერილი 2009 წლის 27 მარტის მდგომარეობით. ბატონო ჯემალ, თქვენ ბრძანეთ ასეთი ფრაზა, რომ მიმიწვიესო, უკვე როცა ესე იგი საზოგადოებისთვის რომ მოკლედ ვთქვათ, 12-15 თვეში გადასახდელი 3 მილიონი დოლარი გაგვიჭირდაო და TBC ბანკმა მოგთხოვათ 4 თვეში დაფარეო. ამას თქვენ დაიწყეთ თანხების მობილიზება და გადახდა განიზრახეთ, იმიტომ რომ კეთილსინდის სიერათები ყრობოდით ბანკის ამ მოთხოვნას, სხვა რა გზა გქონდათ პრინციპში, ალბათ და შემდეგ უკვე მეორე მოთხოვნა წამოვიდა, რომ მობრძანდიო თქვენს კომპანიაში შემოსვლა გვინდაო, რომ განვითარდეს და გაფართოვდესო. და მიბრძანდით შეხვედრაზე და თქვენ თქვით ასეთი ფრაზა, რომ ჯაფარიძე იყვნენ სხვებიც. ვინ იყვნენ ეს სხვები და სად შედგა ეს შეხვედრა? მოგახსენეთ ბატონი გიორგი ასლანინგაშვილი, რომელიც დღეს ხომ არის პრობლემატური სესხების დირექტორი. იმ დროს TBC ბანკს ჰქონდა სამყავდა სამსახურიდან გაგდებული დანაშაულზე წასწრებული კაცი და ჩემ ეპიზოდში იმიტომ აიყვანეს დირექტორად, რომ ჩემთვის ის შეესრულებია რაც შემისრულა. ეს პიროვნება და იყო ბუცხერიკიძეც. არ იყო ხაზარაძე. ხაზარაძე იყო ერთ შეხვედრაზე მხოლოდ, ერთ შეხვედრაზე დარბაზში შევხვდით, ხო და ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. ესე იგი ბადრი ჯაფარიძე, ბატონი ბუცხრიკიძე და გიორგი ასლანიკაშვილი შეგხვდნენ. კი. რომელიც არ დაკითხა გამოძიებამ დღემდე. ბუცხრიკიძე? არც ბუცხრიკიძე, არც ასლანიკაშვილი და არც ჯაფარიძე. გასაგებია. შემდეგ თქვენ ბრძანეთ ესეთი რაღაცა, რომ მე მითხრესო, რომ TBC-ს შეხვედრაზე, რომ თქვენი კომპანია გვინდაო, რომ ასე ვთქვათ, ვეთანამშრომლოთ და ვიყოთ ბიზნეს პარტნიორები გავხდეთ, იმიტომ რომ თქვენი ფერები მოგწონსო, თქვენ იხუმრეთ, თუ ეს ნამდვილად. ნამდვილად, სერიოზულად. ვინ თქვა ეს? ჯაფარიძე. ბადრი ჯაფარიძემ გითხრეთ, შენი კომპანია მე მინდა, იმიტომ რომ შენი ფერები მომწონსო. როგორ არ დაუჯერებდი, კაც დამოუკიდებლობის აქცია აქვს ხელი მოწერილი 99 წელში. აი, იმიტომ ყიდულობო და იმიტომაც დაუჯერე მაგაში და სხვა რამეში კიდევ. გასაგებია. თქვენ ბრძანეთ ასევე, რომ ჩემი კომპანიის 75% იყო ჩემიო და 25 ვისი იყო, სხვისი იყო? 25 იყო, მყავდა კიდევ პარტნიორები. ერთს ჰქონდა 15%, დანარჩენებს 5-5 ორს. მათ მსგავსი უბედურება თავს აღარ დასხდომიათ რა მე კონკრეტული ის არ მქონია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი იყო რომ კომპანიის ამ იმაში მოხვედრის შედეგად არ თვითონ დარჩენილან ისე მშრალად რა იყო ზეწოლებიც, იყო დაშინებებიც, შეშინებებიც, მაგრამ რა დოზით და ვისგან და რისგან ეს უკვე ჩემი გადატვირთული გონების ის არ იყო მაშინ და არც დღეს მომიკითხია რა. კარგი. მაგრამ მათგან რაიმე ტიპის ან მხარდაჭერა ან გულშემატკივრობა არ გინახავთ? ნუ ეხა გულშემატკივრობა ცოტა ისეთი სამოქალაქო ფრაზა გულშემატკივრობა შეიძლება გული ეთკინათ, მაგრამ მე პირადად დახმარები და ჩემ ოჯახს არავინ არ დახმარებია. შემატკივრობა არავით არის დახმარება ჩემი ოჯახის მიმართ, ციხეში ყოფნის დროს, ბოდიში ახლა ბარე მივაყოლებ ხარ ბატონ, 1 კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში, ბატონი ხაზარაძე დღეს ამაღლობელ მზია ქალბატონს გულშემატკივრობს ციხეში და პერედაჩებს უგზავნის და მე მოწილე ვიყავი. აი იმაზეა დაფიქსირებული, რა ქვია, მემორანდუმი მოწილე იყო ჩემი და 1 კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთ. სულ ყველაზე გაგეცით პასუხი. კარგი. მადლობა. შემდეგი კითხვა მე რაც მაქვს თქვენ როდესაც უკვე დაგაპატიმრეს, ეს არის 2009 წლის აგვისტო, ხო? 13 აგვისტო. 13 აგვისტო. რომელ საპატიმროში იყავით და თუ შეძლებთ რომ პატიმრობის შესახებ გვიამბოთ
და ამ პატიმრობის ჟამს ხომ არ რა პირობებში იყავით, ეს გვაინტერესებს და ხომ არ ყოფილხართ დასჯილი ან ნაწამები რა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხომ არ ყოფილხართ ან სამარტო საკანში ან ფუქსში. ეს ხვისი ხომ არ გინახავთ, ხვისი წამება. ერთი იმით ზედმეტად დავისაჯე რომ ჩემი იყო ესა 180 მუხლი თაღლითობა და 362 ყალბი დოკუმენტები დახურული რეჟიმი დამინიშნეს. დახურული რეჟიმი. 36 წელს ცხოვრობდა პროკურორი, მოსამართლემ 15 წელიწადზე 6 თვე გამომიტანა და ამინისტიების შემეხო მაშინვე და დამჭა სასჯელი 10 წელიწადი და 6 თვე დახურული რეჟიმი. დახურული. ხო და რაც შეეხება ხა გდანში ეს საქმე ხნო ცნობილია იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და ეხლა იქ ადამიანი პირველი შესვლის დღესვე წუთებშივე ისჯებოდა მე მომიწია 13 აგვისტოს შესვლა გდანში იყავით? გდანში ვიყავი 1 წელიწადი. სამდღიანი ის რომ მქონდა მე წინასაპატიმრო ხო მანამდე მე შევედი იქა და მომიწვა ბოდიში და მომიწია ეგრეთ წოდებული რა ქვია იმას კარანტინში გავლა. კარანტინში გავლა, სადაც ერთ დაახლოებით 25 კვადრატულ მეტრა იმაში, რა ქვია, ფართში, სადაც 2 სართულიანი ისიდგა, რა ქვია, საწოლი ვიყავით 40 კაცამდე ერთი პერიოდი. იქ დაწოლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და აი ყველაზე ამაზზენი რაც იყო, ეხლა შედიხარ პირველად, ეხლა ჩემი სფერო მოღვაწეობის სულ სხვა სისტემა და სულ სხვა ამბავი იყო და აი ყველა ახალგაზრდა ბიჭები იმას გაცილებულები არასრულწლოვ იმას რა თქმა უნდა 18, 19, 20 წლის ბიჭები და აი ამ 40 კაცის ნასუნთქით ერთი ცალი ის ქონდა მარტო ფანჯარა მე კი გაუძელი, მაგრამ აი რომ ვერ სუნთქავდნენ, ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი ამ სინესტისგან. წყალი ჩამოდიოდა წვეთები კი არა. აი თავიდან რომ მოდიოდა, კარებში გადიოდა. აი ესეთი დინარესავით. ისეთი სიტუაცია იყო შესვლის დროს კარანტინში. ხო და ეს ბიჭები რომ სინთქვა რომ უჭირდათ, ეხლა წამალს მიმიცემდა იქა, ხო? 3 თუ 4 ცალი ნახრეთი ქონდა იმ კარებს დაბლა. იქ ცხვირით მისული და სუნთქავდნენ რომ არ დავიხჩოთ. აი ამას რომ ნახავ, კაცი, შესვლის დროს პატიმრობაში, ეხლა მერე რაგელის უკვე იცი, ხო? აი ეს იყო შესვლის, მე გდანის ციხეზე რაც მართალი, არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, ადვოკატების ნორმალურად შემოდიოდნენ, ძალიან ბევრი ადვოკატი მყავდა და ბევრი საქმეები და მნახველები ბევრი იყვნენ, მაგრამ რუსთავში მოხდა ესეთი ეპიზოდი. ესეთი ეპიზოდი მოხდა 2011 წლის იანვრიდან დაწყებული ივლისის ჩათვლით სტუდია მონიტორმა ქალბატონი ნინო ზურიაშვილი ძალიან კარგი ქალბატონი ვერ ხედავ ამ ბოლო დროს იმაში რა ქვია მოახერხა და გააკეთა ჟურნალისტური გამოძიება ჩემზე. ყველაფერი დაცული TPC ბანკშიც იყო მისული რა მოხდა, როგორ მოხდა, ეს ყველაფერი და ჩვენება დაიწყო ობიექტივზე ამ ჟურნალისტური გამოძიების. არის 6 ივლისი 2011 წლის და 3 წუთი ქონდა სულ ტელეფონზე, როცა გამოგვიშვებდნენ იმაზე, რა ქვია, სასეირნოდ 3 წუთი ტელეფონზე და დედა ჩემს ველაპარაკე. ჩემ ცოლს ველაპარაკე და ადვოკატს თითო წუთი გავყავი რა და მეუღლე მითხრა რომ დღეს და გუშინო აი ზედმეტად იმათ ჩანხარ ტელევიზიაშიო. ზედმეტად რა მთელი 40 წუთიანი ის იყო მე მგონი გამოძიება. ხო და ფრთხილად იყავი, ეს არ მაგ ლაპარაკი დასრულებული და მომკიდა ხელი და გამიყვანა თანამშრომელმა. საად როგორ ისთვის არ ვიცი. დირექტორი იყო ცხვედიანი ვაჟა, ახალგაზრდა კაცი. ამიყვანა იმასთან, ნუ ახლა რატო ამიყვანდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ერჩიო, ხო, მაგრამ იმას ჩემი ის რა შეაინტერესებდა, არა? და იმ ფილმში
ისა შერეულად იყო სახელმწიფოც და ბანკის ბრალით ჩემს მიმართა ყველაფერი და მე უთხარი მე ბანკებთან მაგ დავა ვაჟა ბატონო და ახლა მეთქი ეს რა წესით და როგორ სახელმწიფოს არ ვერჩი მეთქი რა უნდა უთხრა ახლა სხვა ხო და ო კარგიო მეტი ჩაათრიეთ იმაში ვადინოჩკაშიო ხო და უთხარი მოусვინე მეთქი კარგად და თუ რამე ჩემი ისეთი ჩანს ო კაიო საღამოს კიდე გავაო და გეტყვიო და ნუ ჩამიყვანეს ეგრეთ წოდებულ ადინოჩკაში არც გაფორმება არ იცოდა არც ერთმა პატიარმა მე სად ვიყავი რუსთავის პირველში არ იცოდა ოჯახმა არ იცოდა ადვოკატმა არ იცოდა მღვდელმა მოვიდა მღვდელი ორჯერ სანახავად სპეციალურ საშუს იღებდნენ საპატრიარქოდან რომ პატიმარი ენახათ და უთხრეს ლეონიძე აქ არ არის ადვოკატი საერთოდ ნუ ეხლა იმასაც ყველას თავისი გაჭირვება ჰქონდა მაშინ მოკლედ 10 დღე ვიყავი იზოლაციაში არავინ რომ არაფერი არ იცოდა და არც გაფორმებული ვიყავი იქ დასასჯელ ოთახში რომ ვიყავი ხო ახლა ყველაზე ცუდი იქაც რომ შევედი კამანკი უთხრა სამარტო ოსაკანში შეუშვითო მაგრამ დამხვდა ორი პიროვნება იქ ორსართულიანი ისა არც ლეიბი არც ისა არც ესა აბსოლუტურად და ერთი მეორე სისხლს უწმინდავს იმაზე ნაიარევებს ის ერთი პეტროვი იყო გვარად მე თუ არ ვცდები რუსთაველი ბიჭი რომელიც ნაცემი იყო იმ დონეზე რომ ჩამოკიდებს და წვეთავს აი ესეთ დონეზე რა ხო და ეხლა რატომ მოხდა ეს ჩემი იქ შეშვება ამას ახსნა არ უნდა ხომ სამარტო საკაში ოსახვედრი გზავნილი მოვხდი ამათთან და ნუ ამათაც გაუკვირდათ რა თქმა უნდა ეხლა ეს ბიჭები ცოტა ისეთი დონე იყვენ საპატიმროში რომ შენ აქ რა გინდაო ჩვენთან ნუ იმ ღამესვე გაიყვანეს ის იქიდან მე დავჩი იმ ხნის განმავლობაში რაც გითხარით და ბოლოს იმ შეთანხმებით რომ მე არავისთან არ ვიტყოდი ამას არავის არ ეცოდინებოდა არც გარეთ და არც შიგნით რომ მე სად ვიყავი გამომიშვეს არც მithქვია ნუ გამოვედი და მე ვთქვი ბოლო კითხვა რაც მე ამ ეტაპზე თქვენ დამიმექნებოდა ბატონო ჯემალ ამჟამად რას საქმიანობთ და ის თქვენი 52 სადგური და 4 ნავთო ბაზა ვის საკუთრებაშია დღეს და რა საქმიანობთ დღეს თავარი დავიწყოთ 52 ავტოგასამართი და ნავთო ბაზები დღეს არის კომპანია სან პეტროლიუმ ჯორჯიას საკუთრებაში რომლის მეპატრონე მე არ ვიცი კიდევ თუ გადააფორმა არა იყო კეზერაშვილი ერთხელ მოახერხა და მე მგონი მოსკოველმა ბიზნესმენმა კვარი აღარ მახსოვს იყიდა 50%. ეხლა რა მდგომარეობა აქვს ბატონ კეზერაშვილს ამ კომპანიასთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ აწერია გალფი, მანქანებს აწერია გალფი, იქავარ მე მიმდებარეთ პატარა ის დამჩა რაღაცა ხოხი და ისენი და დღე და ღამე უყურებ ამ უბედურებას, ჩემო ბატონებო, რა ხდება ჩემი აი ოფლით დაარსებულ ჩემი აშენებულია. შენებელიც მე ვიყავი, ფულსაც მე ვსესხულობდი. არქიტექტორიც მე ვიყავი, აი ნოლიდან დაწყებული, ნოლიდან იმ ნავთო ბაზაში თუ ვინმეს ოდისმე გაგივლიათ ადრე და ანახლა სულ ჩემი ხელით გაკეთებული და ამ საწოდაობას უყურებ ხალბატონო თეა 2013 წლის 13 აგვისტოდან დღემდე გასაგებია ბატონო ჯემალ ჩაგეკითხებით თუ შეიძლება თქვენ რაც აღწერეთ ეს ქონება ჩაუვარდა ხელში TBC ბანკს და მე როგორ მოხდა კეზერაშვილის ხელში ეს არ ჩაუვარდა ალბათ ეს მოხდა წინასწარ განზრახულად მე გითხარით რომ 2008 წლის ომამდე სურვილი ქონდა კეზერაშვილს ჩემი კომპანიაში ამ ქმედებების განხორციელებისა რასაც აკეთებდა ის საქვეყნოთა ცნობილი ამ ბიზნესთან იყო დაკავშირებული ხო ნუ ესე იგი დაკვეთა იყო სპეციალური კეზერაშვილისა TBC ბანკის მესვეურების მიმართ
ტაში ჩარეული იყო ადეიშვილიდან დაწყებული სულ ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმ ქმედებებს, რომლებიც მაშინ განხორციელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებების წინააღმდეგ, მარტო კეზერაშვილი და მარტო ხაზარაძე ვერ მოაგვარებდნენ. აი კონკრეტულად ავტოგასამართის სადგურები, რომელსაც ედო ყადაღა, 1 საათში მოიხსნა ყადაღა, წარმოიდგინეთ, კაცო, აღსრულებაა, ხო? ყადაღა მოიხსნა, გადაფორნა და ისევ დაედო ყადაღა. გამოძიებას აქვს ეს საბუთები ყველაფერი, ბატონ ნადარეიშვილს. ეს ყველაფერი მე ეხლა არ ვამბობ. ცნობილია პირველი დღიდან, რაც მე საპატიმროდან გამოვედი. ხო და ახლა ინტერესი რა მოხდა? მოხდა ის, რომ მთელი სახელისუფლებო ბერკეტი იყო გარეული ამ სქემაში, რომ ეს ქონებები უნდა გადასულიყო კეზერაშვილის საკუთრებაში. ყველა მიცოდა, რომ მე ამას ნებით არ გავაკეთებდი. არ გავაკეთებდი. და გავაკეთეს ის, რაც გააკეთეს. რომ იზოლაცია გამიკეთეს, ის კომპანია, რომელშიც გადავიდა ჩემი ქონებები, ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, იმან ეს ქონებები კეზერაშვილის სამპეტროლუმ ჯორჯიაზე წელიწადნახევრის შემდეგ გადაყიდა ვითომ $13 მილიონ. $13 მილიონ და მიზეზი მე რომ გამოვედი ციხიდან და გავიგე რომ ამ კომპანიასაც $5 მილიონი დარჩა TBC ბანკის და ნაღებული ბატონ გიორგი ასლანიკაშვილს, იყო ის, რომ ის კომპანიას გააკოტრეს. იმასაც $5 მილიონი ვალი დაუტოვეს და კეზერაშვილს ლანგარზე დადებული მიართვეს, აჩუქეს ეს ქონებები. ეს ჩანს კი არა, მკითხავი არა ვარ მე და არავისთან არც ყოფილ ვარ ჩემ ცხოვრებაში. ეს არის რეალურად დოკუმენტებით დადგენილი, დადასტურებული, რომ ეს ასე იყო. ერთი დაკითხვა რა გახდა გიორგი ასლანიკაშვილის, რომელიც დღესაც ტყავს აძრობს ხალხს, რომ რა მოხდა, რატომ მოხდა, შენ რა ინტერესი გქონდა, რისთვის აკეთებდი ამას, ან გაკოტრდა მაგნატი, ამ NSK-ს რომ $5 მილიონი ვალი დარჩა, კაცო, წელიწადნახევრის განმავლობაში ეს $5 მილიონი რა უყავ? არაფერს არ იგებდა და გამართლება, რომ ჩვენ ეს გამართლება ქონდათ, მე რომ გამოვედი და ვსაუბრობდი, მაგათაც რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ქონდა ისეთი ზეწოლა ხელისუფლებისაგან, ისინიც ამბობენ ხაზარაძის მესვეურები ჩემ ახალ კომპანიაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით ბიზნესის გაგრძელება, გამოგვიჩნდა ღმერთი კეზერაშვილი და მივყიდეთ იმას. გასაგებია. ბატონო სოზარს და შემდეგ სხვა წევრებს ვთხოვ შეკითხვები დასვან. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ, რომ მობრძანდით და მართლა ძალიან ესეთი გულწრფელი და ამაღელვებელი მონათხრობი იყო. უბრალოდ ერთი პატარა კითხვა მაქვს ესეთი, რამდენი დღე მოგიწიათ კარანტინში ყოფნა? 10 წელიწადნახევარი რომ მოგისაჯეს ეს გავიგეთ და რამდენ ხანში გამოходით და გამოსვლა რითი მოხდა? ძალიან ცოტა დროში. 6 დღე ვიყავ, 6 დღე და ღამე ვიყავი და რაღაც მოხდა, არ ვიცი, რატომ მე ერთი საჩუქარი, ალბათ რომ მე ერთი იმდენი რომ დავჩენილიყავი იქა, მე ცოცხალი ვერ გამოვიდოდი იქიდან რა. იყო ხალხი, ვინც თქვა 2 კვირას და ზოგი მეტსაც აწარმოებდა. 30 დღე. აი ზედმეტად ის რომ იყო რაღაცა, თქვა უკავშირდებოდა, ეხლა ჩემთან მსგავსი შესulis დროს არ იყო, იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ მე რაღაცაზე ხელს მოვაწერდი, ავწევდი ხელებს და ჩავბარდებოდი. ამიტომ ესეთი ზედმეტი ზეწოლა ჩემთან გდანის ციხეზე არ ყოფილა. გასაგებია, მადლობა. რამდენ ხანში გამოходით მთლიანად? 3 წელიწადი და 6 თვე მოვანდომე ზუსტად. და გამოходით რა სტატუსით? გამოვედი პოლიტპატიმრის სტატუსით, ევროკონვენციის მე-6 მუხლია თუ რა, რომელიც მე არა ვარ პარტიული, არც ყოფილი ვარ ჩემ ცხოვრებაში, ხო და როგორც სახელმწიფო ბერკეტის მიერ ქონებების წართმევა თუ რაღაც ესე კლასიფიცირდება რა, ის ამ სტატუსით გავედი მე პოლიტპატიმრად. დიდი მადლობა და კიდევ ერთი, ახლა თქვენ პრინციპში ეს ახლა რასაც გითხავთ, ამაზე პასუხი უკვე გააცეთ, ეს სხვადასხვა დროს ბევრჯერ რაღაც ნაწილები, მაგრამ ერთიანად რო ვთქვათ. ანუ ქონება დაბრუნებული არ არის, გამოძიება თქვენ გამართლების ნაწილში თქვენ გამართლებული ხართ, მაგრამ გამოძიება რო რა დანაშაულიც მოხდა, სავარაუდო დანაშაული თქვენს მიმართ, მიმდინარეობს, დასჯილი არავინ არ არის და დაკითხული ძალიან ბევრი ადამიანი არ არის, ხო სწორად დავხსენე. შემეკითხე დამავიწყდა ეგ საკითხი. ქონებაც დაბრუნებული არ არის არანაირი. სოზარ რა მოხდა, ეხლა უყურე 2009
19 წელს მანამდე ბატონმა ნადარეიშვილმა რამდენჯერმე სატელევიზიო დაპირება მომცა რომ ლეონიძის საქმე მალე ნახავს ღის სინათლეს 19 წელს 2019 წელს პროკურატურამ თავარმა პროკურატურამ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიცა შესაფასებლად ჩემი ქონებები და ბიზნესი 2019 წელს 2025 წელს მივიღეთ პასუხი სამხარაულის ბიურო პატოვი ივანიშვილია გვარად თემური თუ შოთა არ მახსოვს რომელმაც ადვოკატთან შეხვედრის დროს მითხრა მე რასაც მინდა დავწერ ამ ნაწარმოებშიო მიცა პროკურატურას ესეთი პასუხი სამხარაულის ეროვნულ ბიურო ვერ აფასებს 2009-10 წლის მდგომარეობით მაგნატის ქონებების და ბიზნესის ღირებულებას აი ესე მიმდინარეობს ჩემი გამოძიების პროცესი 2025 წელს 7-6 წლის მერე 6 წლის მერე აქედან გამომდინარე პროკურატურას თქო მომეცი დაზარალებული სტატუსი კაცო თუ მე მაღიარე რომ უკანონოდ დამაკავეს თუ დაწერე რომ ჩემი ავტორიტეტის იმიჯის თავმოყარების შელახვის გულისათვის დამიჭირეს და დაწერე შუამდგომლობა რომ მე ვარ დაზარალებული ამ მომენტში ანუ უკანონო პატიმრობით მეკუთვნის ზიანის ანაზღაურება. კაცო პატიმრობა ჩემი რისთვის მოხდა, ხომ საქვეყნოდ ცნობილია. ქონებების ნაწილში ჩემი დაზარალებული სტატუსის დაწერას რა უნდა ბატონო სუზარ, ხო? არაფერი. არაფერი აბსოლუტურად. მე ამას ისე არ ვამბობ, რომ ეს ხომ ქაღალდზეა. თვითონ თავისი ინიციატივით, არა, მე შევედი სასამართლოში გამომართლებელ განაჩენზე, პროკურატურა არ შესულა 2020 წელს სასამართლომ მოითხოვა მხარეთ პროკურატურა და პროკურატურამ წარადგინა შუამდგომლობა. ჩემ უდანაშაულობას. მოწინააღმდეგე მხარე აღარ მყავდა. გამართლების დროს გამამართლეს არც უზენაეში აღარ გასაჩივრებულა და დღეს მეუბნება ეს ორგანიზაცია რომ შენო ვერ გაღიარებ დაზარალებულად, იმიტომ რომ გამოძიება კიდევ გრძელდებაო და ამ გამოძიებით დასამთავრებლად სამხარაულმა მიწერა ის რაც მიწერა. მე მაქვს ალტერნატიული დასკვნა კერძო აუდიტისა. რა შეადგენა ჩემი ქონებების და ბიზნესის ღირებულება იმ დროს. ან ეს გამოიყენე ან მითხარი საერთოდ გამანებე თავიო რა დავიღალე უკვე ბოდიში ემოციისათვის მე მგონი გიფასო ძალიან დიდი მადლობა ეს სამოქალაქო საქმეზე და ქონების ნაწილში ერთი ნაწილი და ერთი მხარე და მეორე სისხლის სამართლის საქმეზე თქვენს მიმართ მომხდარი სავარაუდო დანაშაულის მიმართულებით გამოძიებაზე რა ხდება თუ გაქვთ ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმე დამთავრდა ხო არა თქვენს მიმართ მომხდარი დანაშაული ის რომ თქვენ გამართლდით ერთია მაგრამ ხო მოხდა დანაშაული ხო იყო იქ არა გაგრძელება არაფერი იმას თქვენ ამბობთ მივხვდით იქ ეპიზოდებში იყვნენ სხვადასხვა ფიგურანტები სხვადასხვა საჩვენებელი პროცესი მოაწყეს და 16 კაცი გაგვასამართლეს ერთად სხვადასხვა ეპიზოდებში მონაწილე და ამ 16 კაცს დაგვაატარებდნენ იქიდან იქა სულ არ მეხებოდა მის საქმე აი ჩემ ეპიზოდში მონაწილე პიროვნებებმა ვისი გულითაც მე ბრალი შემერეცხა ფაქტობრივად ერთი ადამიანი იყო ვინც ირიბად დაწერა რომ ჩემო ლეონიძე ისეთი კაცი ამას უნდა ცოდნოდაო თორემ იცოდა და გააკეთაო კი არა ამას უნდა ცოდნოდა რომ მე ამას ვაკეთებდი ამით დამაკავეს სხვა ჩემ წინააღმდეგ ჩემთან ჩვენება არ არსებობდა ბუნებაში ერთადერთი ეს იყო ხო ეხლა ის პიროვნებაც რა ვიცი თავისუფლებაზეა ისიც სხვა და ამ ნაწილში გამოძიების ნაწილში კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით რაც მე მქონდა შერაცხული მე ბოლო არ ვიცი რა მოხდა არ მოხდა ერთი იყო რომ გამოვედი იქიდან საპყრობილედან მაშინ უგულავა იყო ქალაქის მერი და სპეციალური დავალებით მოითხოვეს იმ ზიანის ანაზღაურება რაც მე იმ ეპიზოდების ყალბი რეგისტრაციის გამო დამეკისრა 2 მილიონზე მეტი ლარი იყო ის ზიანი, რომელიც მე უნდა გადამეხადა მერიისათვის, იმიტომ რომ ეს ეპიზოდები მე გავაყალბე. ეს ბრალდებაც მოიხსენი გავიარე სამივე ინსტანცია და სასამართლომ გამამართლებელ განაჩენამდე ბატონო სოზა. სანამ ჩემი სისხლის სამართლის გამამართლებელი განაჩენი დადგა, მე ამ სამოქალაქო დავაში მერია რომ თხოვდა უგულავას ისა რა ქვია ამ ზიანს იქაც გავმართლი. ანუ მე გამართლებული ვარ როგორც ქონების ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ისე სისხლის სამართლის ბრალდებაშიც, მაგრამ ამ საქმეს თვითონ რა ბედი ეწია, მე არ ვიცი. რაც თავარია ის ეპიზოდები
მაგრამ ამ საქმეს უკავშირდება, რომელზეც მე ბრალი მქონდა შერაცხული, 4 ეპიზოდი იყო, არც ერთი არ წაუღია სახელმწიფოს. ანუ თუ გაყალბდა ქონება თუ ყალბი რეგისტრაციით გადაფორმდა ვინმეზე, რა მნიშვნელობა ლეონიძე იქნება თუ მაგნატი, ხო? ის ხომ უნდა სახელმწიფოს დაუბრუნდეს. ესია ხო? წესი ახლა იურისტები თქვენ მზანდებით და თუ გაყალბებულია საგანი და მე გამყალბებლად ჩამთვალე, საგანი ხომ უნდა წაიღო, კაცო არ შეხებია, იმას არ მთავარი იყო ჩემი გასამართლება. მთავარი იყო ჩემი იზოლაცია, თორემ ის ქონებაც დარჩა. და პატრონებიც და სულ ყველა აბსოლუტურად. დიდი მადლობა მეტაუმთავრე კაპიტანთან. გამარჯობათ. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის და რეალურად თქვენი მონაყოლიდან შეგვიძლია ძალიან მოკლედ შევაფასოთ ის რომ არ ახართ თქვენ ახლა ერთადერთი სამწუხაროდ ვისაც ესე ექცეოდნენ 2012 წლებში, როდესაც მაღალ ჩინოსას უნდა ბიზნესის წილი, კლიანად თუ ნაწილობრივ, აქ ჩართული იყო სხვადასხვა უწყებები და მათ შორის ახლა რაც თქვენ მოყევით და ასევე აქაც არ ახართ გამონაკლისი, TBC ბანკი ფიგურირებს აი ამ წილების გადაფორმებაში. აი კონკრეტიკაზე რომ დავიდეთ. თქვენ თქვით რომ 2008 წელი იყო, როცა მოგთხოვათ TBC ბანკმა 3 მილიონის დაფარვა. კი. და ეს მოახერხეთ როგორღაც და 2008 კერძოვალები ავიღე როგორ მოახერხეთ და დაფარეთ. თუმცა მტისიერად მე რატომღაც ჯაფარიძეს ფერები მოეწონა თქვენი კომპანიის 2-3 დღეში რა. დიახ, 2-3 დღეში ფერები მოეწონა და მე გითხრათ რომ 25% უნდათ რომ ეყიდათ. შეფასდა 7 მილიონ ნახევრად და მე ხო 25%. დიახ, 7 მილიონ ნახევრად შეფასდა და შემდგომ თქვენს რომ 3 მილიონს გადაგიხდითო. კი. გადაიხადეს ეს 3 მილიონი. არა, აი იქ ეწერა 5 წლის შემდეგ. ეგეც განზრახულად იყო, რომ 5 წლის შემდეგ აღარ დადგა. 5 წლის შემდეგ კომპანია რომ დადგებოდა ფეხზე და გასაყიდად გამზადდებოდა, ფულს ჩადებდნენ თვითონ. მე მანამდე დანარჩენ კრედიტორებს ვისტუმრებდი, TBC ბანკიც იყო მათ შორის კრედიტორად და შემდეგში ამ დასრულების პერიოდში ბოლოს გადაიხდიდნენ 3 მილიონს, ალბათ გაქვითავდნენ თუ გავყიდიდით, ან რა ქონდათ გულში მე არ ვიცი. ანუ მაშინვე ამ ჩემი წილის ღირებულების საფასური მათ არ უნდა გადაეხადათ. გასაგებია. ანუ რა თქმა უნდა ის შემცირებული 3 მილიონიც არ გადაიხადეს. დღემდე არა. რეალურად კი ბატონო და შემდგომ თქვენ დაგაკავეს უკვე. კი. ამის შემდგომ საპატიმროში თქვენთან ამბობთ რომ თქვენი ქონებები ხან ვიზე ფორმდებოდა კომპანიაში. ვინმე არ შემოდიოდა ან თანხმობა თქვენთან ან მოლაპარაკება საპატიმროში? როგორ არა? ვინ შემოდიოდა? ხედვით ახლა ის მე რომ არაფერი გადამიხადა ამ იმან TBC ბანკმა ჩემი აქციების ღირებულება არც კომპანიას გადაუხადა იმ ქონებების ღირებულება. ხომ გაყიდა კეზერაშვილზე, გალბზე, გაყიდა ხო? ჩემგანაც მე ხომ ერთი კომპანიიდან მეორეზე გადავიტანე იმ შემცირებულ 11 მილიონად. არც ამის ღირებულება ამ კომპანიას მაგნატს არ გადაუხადა და ამის გამო მაგნატი გაკოტრდა. ადგა მან და გახსნა ტრანზიტული ანგარიში და ეს ფული სად წაიღო დღესაც მე არ ვიცი, მაგრამ თვითონ იციან. რაც შეეხება შემოსვლას. შემოდიოდა ადვოკატი რამდენიმე, მაგრამ ჩემი დაც ამ სფეროში მუშაობდა და ახერხებდა ხშირად შემოსვლას და იყო შემოთვლები ერთ-ერთი შემოთვლა. მე რომ ამ ჩემ კრედიტორებზე დანარჩენი აქციები გადავაფორმე და მე დავიტოვე 25% ჩემ სანდო პიროვნებაზე, მიადგენ ამ კაცს. ამ პიროვნებას. ესწრებოდა იქ როინ მიგრიაული ადვოკატი. ესწრებოდა სხვა პიროვნებებიც, რომ ბუცხრიკიძე თვითონ, ბუცხრიკიძე TBC ბანკის ოფისში. აი ესე ხელით 25-დან 20%-ს გადმოაფორმებთ, თუ არა და მაინც მიგვაქვს ყველაფერი. 5% მჩებოდა, იმიტომ რომ უნარო იყო 5% სააქციო საზოგადოებაში. არაფრის უფლება მე არ მქონდა. აი ეგ იყო. ანუ თქვენ როგორც პატიმარს შემოგითვალეს ბუცხრიკიძის სიტყვა, რომ 25-დან 20 გადააფორმეთ. შემომითვალეს კი დაწერილი იყო როგორღაც ახერხებდნენ იქ რომ რაღაც იეროგლიფებით, რაღაცებით, ნუ ეს იყო რომ ამას თუ ჩვენ არ მოვაწერთ ხელს და ამ საქმიდან გამომდინარე ეს პიროვნება
ვიზეც მე ეს აქციები მქონდა მინდობილი დაიბარეს მეორედ ჩემ ოფისში წყალსადენის ქუჩაზე და ამ ასლანიკაშვილმა დღეს პრობლემატიკის დირექტორი რომა ხელით გაიწია დათმეო. აი ესეც იყო. გასაგებია. ანუ რეალურად რო ვთქვათ ბატონ ჯემალ ჩვენ მივიღეთ სურათი რომ თქვენს აღნიშნეთ ეგ და მე მგონი საზოგადოებამაც გაიგო და ეხა მე მგონი არც ერთ წევრს ეჭვი არ ეპარება რომ რეალურად ბატონი კეზერაშვილის სურვილი იყო რომ აი თქვენი წარმატებული ბიზნესი წაეღო. ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა ეხა ჩათვალა რომ თვითონ შეიძლება არ უნდა გამოჩენილიყო და რეალურად რაც თქვენ აღწერეთ, რაც ფაქტები არსებობს, გამოვიდა ისე რომ TBC ბანკი ჩაერთო ამ პროცესში, ჯერ თქვენ მოგთხოვათ ვადაზე ადრე აბსოლუტურად უკანონოდ სესხის დაფარვა, შემდგომ წილის ყიდვა, რაც ზოგადად საბანკო პრაქტიკაში ვინც იცის ბანკის კანონმდებლობა მიუღებელია, ანუ საბანკო საქმიანობა საერთოდ არ არის კავშირში ასეთ ტიპის ბიზნეს საქმიანობას, რომ მეტიც აკრძალულია ეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით, რომ ბანკს კონდეს ასეთ კომერციულ დაწესებულებებში წილი. თუმცა ამას მოახერხებდნენ როგორღაც ხა. იმას ახერხებდნენ, რომ პატიმართან შეეგზავნათ ადამიანი და გადმოეფორმებინა წილი და ხა ეროვნულ ბანკთან როგორმე დაალაგდებოდნენ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილი რომ იყოს, ანუ ბანკს არ ქონდა ამის უფლება რეალურად კანონმდებლობით. საინტერესო იქნება ამაზე თუ მობრძანდებიან რა პასუხს გავცემენ ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე. და ბოლოსკენ რო გავიდეთ და რეზიუმე გავაკეთოთ. ანუ რეალურად გამოვიდა რომ TBC ბანკი ჩაერთო საქმეში, თქვენ ვადაზე ადრე დაგაფარინათ 3 მილიონი, შემდგომ თქვა რომ თქვენი კომპანიის ფერი მოეწონა და უნდა და 25% ეყიდა, თუმცა 25% კი გაიფორმა, მაგრამ ეს თანხა არც მისი ნახევარი არ გადაიხადა, შემდგომ თქვენ დაგაკავეს, ისარგებლეს თქვენი პატიმრობით, აგზავნიდნენ იქ ადვოკატს, დარჩენილი ქონება რაც იყო ის გადმოაფორმეს და შემდგომ უკვე რეალურად ასევე გასხვისდა ფაქტობრივად კეზერაშვილზე ეს წილები და TBC ბანკი ასე ვთქვათ მერე ნენელა გამოვიდა ამ ბიზნესიდან. ანუ რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ რეალურად მაშინდელმა ხელისუფალმა კეზერაშვილის სახით TBC ბანკის მეშვეობით მოახერხა და წაიღო თქვენი ბიზნესი. აი ეს რეალური სურათი მივიღეთ. რამე ხო არ მეშლება, რამე არც თქვენ გეშლება ბატონო გურამ და არც არავის არ ეშლება ვინც ეს საქმე იცის. სკოლის მოსწავლეს რომ მკითხო დღეს მე-3 კლასამდე უბრალოდ ზერელეთ მოუყვე, გეტყვის რატომ უნდა TBC ბანკს ჩემი ქონებების წაღება რისთვის სჭირდებოდა. არც ამ პროფილში მომუშავე იყო, არც კადრები არ ყავდა. აქ ეს ბიზნესი რომ ემართა, სულ ყველა თითქმის 80% ამ კადრების გაანთავისუფლა, გამოუშვა სამსახურიდან. რაში ჭირდებოდა ეს ბატონო გურა? რა თუნდა ალონგები, რა თუნდა იმათ რომ წაიღო, გააუფასურა ჩემი ქონება, მიიყვანა გაკოტრების ზღვარზე და მერე დაარქვა ის სახელი რომ ღმერთი გამომიჩნდა კეზერაშვილიო, რომ წაიღო, თორემ დაღუპული ვიყავიო. კაცო, მე რატომ ართმევდი? გასაგებია, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება დაიჯერებს იმას, რომ კეზერაშვილს უნდოდა ეს ბიზნესი და არა, თქვათ, მოეწონა ფერები ჯაფარიძეს. მადლობა. ერთი გიტყვი რა კიდევ თქვენ. საზოგადოება ის ჯერა რაც თვითონ უნდა, ბატონო, მაგე უყურებთ რა ხდება და როგორ ხდება ქუჩაში და აქ ახლა საზოგადოება ბევრი ისე დაიჯერებს, შეიძლება უფრო ბევრმა ხაზარაძის სასარგებლოდ დაიჯეროს. გამოძიება რა სიტყვის მივიდეს, გამოძიება ბოლომდე და მე თანახმა ვარ. მე თუ გადაწყვეტილად მეტყვიან, რომ პროკურატურა გავიდა ბოლოში ისე კი არა, კიდე მიმდინარეობა, ამას კიდე მიმდინარეობა რა თუნდა, ხო? რომ შენ ჯემალ ლეონიძე ტყუი ხარ. არ ხარ მართალი. გაუსვი ბეჭედი მომეცი და ავწევ ხელებს, კაცო. აღარ მინდა არაფერი. ეხლა საზოგადოების დაჯერება ერთია რომ ბევრი თაყვანისმცემელი ყავს ხაზარაძესაც, ჯაფარიძესაც. ის კაცი არასდროს არ იტყვის რომ ლეონიძეა მართალი. რაც არ უნდა არგუმენტები დაუდოთ ჩვენ და რაც არ უნდა გადაცემები პირდაპირ ეთერში ხაზარაძის საძმაკაცო და საახლობლო არასდროს არ იტყვის ლეონიძე მართალიაო. ამაში ეჭვი ვინმეს ეპარება? ეხლა დავაჯერებ ჩვენი ხალხს რომ მე ვარ მართალი თუ ის არის მართალი? აქ არის თავი გამოძიების სათქმელი სიტყვა და სასამართლოს, რაზეც იმედი გვაქვს და იმედით შევსქვერით, მაგრამ ამ იმედსაც ხომ დასასრული აქვს რა. აი ეგ არის.
ბატონი გურამის ნათქვამს ერთს დავამატებ კეზერაშვილთან დაკავშირებით. ანუ კეზერაშვილი ბოლოში კი გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა სულ თავშიც, ანუ სანამ დავაზუსტებ უბრალოდ რა. სანამ ბანკები დაიწყებდნენ თქვენთან აი ესეთ დარღვევით მოქმედებებს, ანუ ვალის ადრე დაფარვას მოითხოვდნენ და მან ამ ყველაფერს წინ უძღოდა, რომ კეზერაშვილისგან მოვიდა თქვენთან ადამიანი, რომელმაც მოითხოვა, რომ თქვენს მიერ შემოტანილი ბენზინი ვიღაცისგან რო ყიდულობდით, იმისგან აღარ იყიდო. მოითხოვა არ დავარქვათ ბატონს. გადმომცა იმის დანაბარები. ასე გააკეთოს არ უთქვია. ნუ თქვა რომ თუ აგი იქნება არც ბანკის სესხი უნდა, არც ისო თორემ არ დამუხრებია. ამას ვერ ვიტყვი რა. შედეგი ყველაფერს აჩვენებდა, მაგრამ იმ თავშიც იდგა და ბოლოშიც კეზერაშვილი ამის ჯემალასო, ლეონიძეს და ეს ბენზინები თუ არ გაყიდა, მსგავსი არ ყოფილა. მაგრამ იმ დროის განმავლობაში სანამ დამაკავებდნენ, ნაცნობებიდან 5 კაციდან 4 მეუბნებოდა რომ უნდა დაგიჭირონ. ეგ იყო თუ პროკურატურასთან, თუ სასამართლოსთან ოჯახები დაახლოებული ადამიანები, რომლებიც იყვნენ საქმის კურსში, რომ მე უნდა დავეჭირე, მაგრამ მე ხომ არ უნდა დავეჭირე იმის ალმასხანის რაღაცა იმის გამოა რა, უნდა დავეჭირე კეზერაშვილის ბრძანებით, ხომ? ეხლა ეს სცენარი ვინ დადგა, ვინ შეუკვეთა? ვისაც ქონება უნდა და ბოლოს ვის ხელშიც აღმოჩნდა ქონება, შემკვეთი ხომ? არა შეიძლება სხვა იყო და ამის ხელ, რასაც ხაზარაძე ამბობს, რომ მეო გადამარჩინაო კეზერაშვილმა, თორემ ოდიში და შეტენილი მქონდა ეს ქონებებიო, ასე იყო, ეს ვინმე შეიძლება დაიჯეროს? ეს იყო შეკვეთა, დაკვეთა კეზერაშვილის, უნდა და ეს გასამართის ადურები, არ უნდა და ფული გადაეხადა ჩემთვის, რახან ალბათ მაშინ უარი უთხარი და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ეგ იყო? დიდი მადლობა. ბატონ ჯემა, დიდი მადლობა მძიმე ისტორიის გახსენებისთვის. მე მინდა რომ ჯანმრთელობა გისურვოთ პირველ რიგში და გითხრათ რომ თქვენ ამ შემთხვევაში ცოცხალი გამოხვედით იქიდან და ძალიან ბევრი ადამიანმა ვერ შეძლო ეს იქიდან ცოცხალად გამოხვდა და ნამდვილად თქვენს ოჯახსაც, თქვენს მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და ეს უმნიშვნელოვანესი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს ისტორია და ვეცდები რომ ძალიან ისეთი რამდენიმე კითხვა დავაზუსტო უბრალოდ. თქვენ მე არ გეკითხებით ვინ იყო ის ხალხი 25%-ში, სადაც როდესაც თქვენი პარტნიორები იყვნენ 75 თქვენი კომპანიის წილი იყო და 25%-ში იყვნენ სხვები. რამდენად ისინი მერე მონაწილეობდნენ იმ ახალ სააქციო საზოგადოებაში? ან რა ბედი ეწია იმათ გაყინდეს ეს თავისი აქციონერებზე ამბობთ ხო? მე ვისაც ვამდე ეს პროცენტები. არა, თქვენ თქვით რომ 75% ეს ძველ კომპანიაში. ძველ კომპანიაში. ის ხომ გააკოტრდა და აღარ არის. კი, მაგრამ ის აქციონერები 25%-ში ვინც იყვნენ, თქვენ აღნიშნეთ 15 და 5 და 5. მათ ნასყიდობით გავიდნენ ამ კომპანიიდან თუ გაკოტრდა ბატონო. და უბრალოდ ის გაკოტრდა, რომლის ისინი არიღებდნენ სამეწარო რეესტრიდან ამოიშალა და 27 მარტს მაქვს ეხლა პროცესი, რომ აღსდგეს სამეწარმო რეესტრში ეს კომპანია, სადაც ეს ბატონები იყვნენ წილში, მოწილეები იყვნენ, ეგ არის. და იმათ არ მიუღიათ ახალ სააქციო საზოგადოებაში მონაწილეობა. არაფერი. კი ბატონო. მეორე კითხვა მაქვს ესეთი. გაქვთ თუ არა საბუთი, როდესაც ეს 29,600,000 დოლარად შეაფასა ბანკმა მაგნატის ქონება, როდესაც ეს გარიგება ხდებოდა ქონების გასხვისების. ეს არის მემორანდუმი, რომელიც ჩვენ ეხლა იქ პროფესიონალი ჯგუფი ყავს ყველა ბანკს შემფასებლები და იმათ იმუშავეს, ბატონო ჩემო და დამუშავარი დადეს, რაც აისახა მემორანდუმში. აისახა და ის საბუთი არის. კი, რა თქმა უნდა, კი. კარგით. და ერთი კითხვა მაქვს კიდე. თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც თქვენ ცალკე საკანში გადაგიყვანეს, ვერ პოულობდათ ვერავინ. და ახსენეთ, რომ ხდელიც მამაოც გეძებდათ და ვერ პოულობდათ. ვინ იყო ეს მამაო და ეს ძველი მამა მიხაელი სამების ტაძარში გვარს გავიხსენებ უცბად ჩემი შინაური ახლობელი მამა მიხაელი პატარა სამებარომა იქ არის დღესაც ის შემოდიოდა ხოლმე თქვენთან კი როგორ სხვა დროსაც შემოდიოდა მოვიდა მორიგი ვიზიტით ჩემს სანახავ და არ შემოუშვეს ერთხელ მოვიდა მე წავიდა კიდევ აიღო ის რა ქვია ნებართვა და არც მე არ შემოუშვეს გვარს გავიხსენებ და ერთ კითხვას მოსკოვში ცხოვრობს
მე შემიძლია 1 საათში აი უცბად შეიძლება ვერ აღვიდგინო და გითხრათ იზღვარი. დღევანდელი მფლობელები იმ დანარჩენი ქონების ალბათ იცნობთ და იცით ვინ არიან ეს თქვენ რო ჩამოთვალეთ მეფრინველეობის ისა რესტორნები და ესენი მათთან ქონიათ თუ არა რამე კომუნიკაცია ან იციან თუ არა ეს რომ ის ქონებებია შეიძლება რაღაც მე რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა ამ ქონებებმა მაგრამ დღეს ეს ქონებები არსებობს ფუნქციონირებს თუ მოგახსენებთ ერთ ქონება და ვინ არიან ეს მოგისმენთ კიდე გიბა ბოდომდე აბა და კიდე შეკითხვა არა აღგურეთ ერთი რესტორანი იყო ჩემი უშტეეთის ბახტან გვირილა დღეს ქართული სახლი ქვია ოღონდ ახალი აშენდა იქ ესე იგი ამის აი როგორ მოხდა ამ ქონების იმიტაცება რა თქმა უნდა ჩემი ციხეში ყოფნის დროს ამ ქონების უზრუნველყოფით რესპუბლიკა ბანკიდან მქონდა სესხი აღებული. ვინმე თამარ მერაბიშვილი, ეს გამოძიებაშია, ბატონებო, გამოძიებას დადგენილი აქვს. თამარ მერაბიშვილი ეს მე არ მომიძიებია. აწერს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელს 2011 წლის შემოდგომაზე. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, სადაც მისამართი მითითებულია ახალციხე ცხეთის ქუჩა 51. ახალციხეში ცხეთის ქუჩა არ არსებობს. არის მესხეთის ქუჩა, სადაც ბინადრობს ბატონი ის ბინადარი. ივანე ბატონი. ამ ყველაზე მთავარი, ამ პირადობის მოწმობას 2008 წელს აქ ვადა გასული. აი ამ დოკუმენტაციით მოაგვარა ამ ქალბატონი იყო თუ ბატონი და ვისი სახელით არის, მე ის გადაყიდა, ის წაიშალა ის მეპატრონე და კვალი დაფარა რა. ხოდა აი ესე მოხდა ამ ქონებების მიტაცება. ეს ერთი ეპიზოდი. მეორე, მეფრინველობის ფაბრიკაზე მოგახსენეთ, როგორ აღმოჩნდა, ეხლა რა იყო უყურეთ, მეფრინველობის ფაბრიკაზე რომ მქონდა სესხი, ბანკის სესხი მქონდა, რესპუბლიკა ბანკის სესხი, რომელიც მე ხაზარაძე მიყიდა. ხომ? ამ სესხის მოთხოვნით გაიყიდა ეს ქონება. უყურეთ რა ხდება ეხლა, აი კლასიკური ამას რომ მქონდა სესხი და იპოთეკა ქონებას, ასევე მქონდა სახელმწიფოს დავალიანება, რომელიც შემითხზეს მე ჩემ კომპანიას დაახლოებით 80,000 ლარი, გახდა 100,000 ლარი და ამ დავალიანების გამო გაიტანეს აუქციონზე. მეფრინველობის ფაბრიკა. ერთხელ გაიტანეს არავინ არ იყიდა, მეორედ რომ გაიტანეს, გაიყიდა რაღაც მიზერ თანხაში. მაგრამ ბანკმა წაიღო ის თანხა, მე ისევ დამჩა ბანკის იმის ბიუჯეტის დავალიანება. მივდივარ საგადასახადო შემოსავლების სამსახურში და ჩამოგაწერთო. მე ჩამოწერა კი არ მინდა, კაცო. მე მინდა სიმართლე, ვინ შესხზა ეს და როგორ მოხდა რომ ქონება რომ გაიყიდა და ბიუჯეტის ვალი აქვს. ბიუჯეტის ვალი აქვს ხალხო 100,000 ლარამდე ეს აღმოჩნდა ბანკის საკუთრებაში. აი ესეთი ეპიზოდებია, რომელიც თქვენ ძალიან დაგღლეთ და მე კიდევ რომ ვიხსენებ, კარგი არაფერი მომდის, მაგრამ გულს ვიფხან რა. მადლობა ბატონ ჯემალ. ისტორია არც პირველია და არც ბოლო ალბათ რომელსაც მოვისმენთ აქ, თუმცა ნამდვილად ძიმე მოსასმენია მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში მსგავს საქმეებთან მქონია შეხება და მაინც ყოველ ჯერზე რთულია იმის მოსმენა თუ რა გადახდა ადამიანს. მე კონკრეტული შეკითხვებით დავაზუსტო მინდა რამდენიმე საკითხი უშუალოდ სააქციო საზოგადოების შექმნასთან, ქონების გადაცემასთან და იმ ინტერესთან, რომელიც შეიძლება სხვადასხვა აქტორებს ჰქონოდათ ამ შემთხვევაში. თქვენ ბრძანეთ, რომ მემორანდუმით და გთხოვთ, რომ ამიდასტუროთ. მემორანდუმით შეფასდა, რომ ის ქონება, რომელიც თქვენი კომპანიიდან, მაგნატიდან უნდა გადაგეცათ ახლად შექმნილი სააქციო საზოგადოებისათვის, იყო 29,5 მილიონი.
29.6 კი ბატონო გასაგებია. ამ ახალ სააქციო საზოგადოებაში როგორც თქვენ ბრძანებთ მენეჯმენტი სრულად ეკუთვნოდა TBC ბანკის მესვეურების მიერ მითითებულ პირებს. ანუ დაინიშნა ბატონი ასლანიკაშვილი და ფინანსური ნაწილიც ანუ ნოდარ ხადური აღარ იყო უკვე თქვენ წარმომადგენელი. სრულად მათ კონტროლ ქვეშ. კი ბატონო, ეს გავიგეთ. თქვენ მერე ბრძანეთ რომ 11 მილიონი გითხრეს ჩაგეწერათ ხელშეკრულებაში, როცა უკვე ქონების გადაცემის საკითხი დადგა, თქვენ შეპესე მაგნატსა და ახალ ამ სააქციო საზოგადოებას სახელწოდება თუ გახსოვთ ამ სააქციო საზოგადოების რომ სააქციო საზოგადოების სახელწოდება თუ გახსოვთ? ნავთო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია. კი ბატონო. კარგი. NSK. კი ბატონო, ამ NSK-სა და მაგნატ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ნაცვლად 29.6 მილიონისა ჩაიწერა 11 მილიონი. კი ბატონო. ეს 11 მილიონი არ მიუღია კომპანიას. არა, არც ერთი თეთრი. ამ 11 მილიონიდან ნაწილი იყო მაგნატის მეტი წილი და 3.600.000 ლარი იყო მაგნატის შვილობილი კომპანიის ტიფლისის. არავის არაფერი არ არც ერთი. ამ დროს ანუ რეალურად დასყიდობის ფასის გადახდა არ მოხდა რა, არც ერთი თეთრი. ამის შემდგომ NSK როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ სწორად გავიგეთ, TBC ბანკიდან იღებს ცესხს $5 მილიონ, ხო? ახლა რამდენი აიღო არ ვიცი, მაგრამ 5 დარჩა და გადასახდელი. შეიძლება მეტიც აიღო, მე რა ვიცი. ანუ თქვენ უკვე კონტროლი არავით არის, არაფერი. თქვენ უკვე აღარ იყავით. 5 მილიონი დარჩა, მაგრამ აიღო რამდენი არ ვიცი. 5 მილიონი დარჩა. შესაბამისად, ამის მერე ხდება, რომ ფაქტიურად ბადრი ჯაფარიძემ გითხრათ, რომ სურდა თქვენი კომპანიის შეძენა, შეიძინა, აქტივებიც გადმოიტანა, თავისი მენეჯმენტიც დანიშნა, მაგრამ კომპანია ვერ ამუშავა, ესე გამოვიდა, ხო? ჩვენთან ეს თქვა, რომ გამოვედი ციხიდან, მაშინ რომ უკვე გიპასუხოთ თუ კიდე ხო, აიყო რომ მე ვითხოვდი ამ კომპანიის უკან დაბრუნებას. და უთხარი, $5 მილიონი ვალი აქვს. ნუ სანამ მიხვდნენ რა მინდოდა დრო გავიდა. გოჩა სვანიძე ყავდათ ადვოკატი, ბატონი, მე წესიერკაცად ვიცნობ. ხო და 3 თვე ვიარეთ, რომ ეს ახალი კომპანია ზრახვა გაეგოთ რა მინდოდა. მე უთხარი, კაცო, თქვენ ხომ ამბობთ, რომ ეს მოხდა იმიტომ კეზერაშვილზე ქონების გადაცემა ამ აქტივების, რომ თქვენ ვერ იმუშავეთ. ანუ ჩემნაირად თქვენც იზღუდებოდით, ხომ სახელმწიფო იმის მიერ, ხომ? ნუ ესო და ბოლო შევთანხმდით, რომ ამ კომპანიას გადმოვიფორმებდი მე რაღაც წილს ამ $5 მილიონ პასივის მქონე კომპანიას NSK-ს რაღაც პროცენტი წილი დარჩებოდათ მათაც და მე გავაგზელებდი ამ კომპანიის სახელით დავას კეზერაშვილის წინააღმდეგ. როგორც კი ეს გაიხსნა კარტი, რომ მე ვიდავებდი კეზერაშვილის წინააღმდეგ კონკრეტულად რომელი კომპანიიდანაც წავიდა ქონებები. გამიგეთ? უკვე ეთყობა შეატყობინეს იმას და დახურეს მოლაპარაკება და დამთავრდა ეს სულ ყველაფერი. ანუ იმაზეც რომ ეს ვალიანი კომპანია წამეღო და იმის მეშვეობით პირდაპირ მამქონოდა გალფთან და ისე წავსულიყავი დავაში, ამის შანსიც მომისმეს რა. ბატონჯანო, თქვენი ინფორმაციით NSK-მ ეს ქონება გაყიდა, როგორც ახსენეთ, თუ სწორად გახსოვთ. მე მგონი $13 მილიონ. რომელიც ამ კომპანიაში არ შესულა და სესხი არ ჩაუფარავს, ხო ბატონო? ეგ არ ვიცი, საწავიდა ის 13 მილიონი. მე არ ვიცი, რა ვიცი. თუმცა ამ 13 მილიონიდან არაფერი მოსულა მაგნატში. არა, ეგ ერთი ვიცი, მე რომ ჩემი ის რომ დადგა, მინდა რომ გამოვედი პატიმრობიდან, უკვე მილოცავდნენ ბიჭები, პირველი შენი საქმე დამთავრდაო. აი ესე დონეზე იყო მისული ეს ყველაფერი. გამომძიებელი ბექა გუგეშაშვილი სამსახურიდან გაუშვეს. აი ჩემს გამო რომ ლეონიძის საქმე მიდიოდა ბოლოში. ეს NSK-ს საბუთების გამოითხოვეს, ცხონებული ნოდარ ხადური დაპატიჟეს თავის დაქვემდებარებულ ინსტანციაში, საფინანსო პოლიცია ხომ ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, ეხლაც და მაშინ. დათანხმდა ბატონი ნოდარი ამ ინტერვიუზე, იქა დაიწყო კოჰაბიტაცია და მოვიდა დღემდე. არც ნოდარი მიიწვიეს იმ ტელევიზიაში, ამ NSK-ს საბუთები შემოდეს პროკურატურაში თაროზე და აი ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი აიღეს სესხი და ვიცი მხოლოდ ერთი, მათი ნათქვამით, რომ $5 მილიონი ჩემი საუბრის დროს, პატიმრობიდან გამოსulis დროს ამ კომპანიას გიორგი ასლანიკაშვილის დირექტორობით კიდე ქონდა ვალი.
ანუ ცალსახაა რომ თქვენ ქონებაში ერთი თეთრი არ მიგიღეთ. არც მე და არც ჩემ კომპანიას მარტო მე არ უნდა მიმეღო ის თანხა ბატონო ის იყო მაგნატის შეპესე მაგნატის ქონები. გულისხმობ ამ შემთხვევაში შეპესე მაგნატს არ მიუღია არაფერი. შეპესე მაგნატს არ მიუღია ქონებების ღირებულება და მე არ მიმიღია წილის ღირებულება. მარტო ერთი სახის ის კი არ იყო, რა ქვია, დაუკმაყოფილებლობა და არც ქონების ფასი მიგვიღია და არც წილის ღირებულება რა. კი ბატონო, გასაგები, ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, რომ თქვენი ქონება გადაეცა TBC ბანკის მიერ კონტროლირებად კომპანიას, რომელმაც ეს ქონება გადასცა უკვე კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად კომპანიას, რაშიც საბოლოო ჯამში თქვენ არაფერი მიიღეთ და ჩვენთვის დღეს უცნობია TBC ბანკმა რა თანხა მიიღო ამ ქონებაში. სავარაუდოდ, რადგან თქვენივე განმარტებით ბატონმა ჯაფარიძემ თქვა, რომ კეზერაშვილმა გადაარჩინა და თანხა გადაიხადა, რაღაც თანხა მიღებული აქვს ფაქტია. ბატონო, ეხლა ვინ დაიჯერებს იმას? თანხა თუ არ მიცა, უკრიშავდა კეზერაშვილი და ქვეყანა ბიზნესები ჰქონდათ ერთად. სარეკლამო ბიზნესი დღესაც აქვს კეზერაშვილს საქართველოში, შეპესე ალმა, რომელსაც ესენი უძღვებიან კიდევ, მე მგონი. აი ეს სიკეთეები შეხვდა და ესეთი ისენი თუ ეხლა ფული არ ამოიჭრა, კეზერაშვილი ხაზარაძეს ფულს მიცემდა? კარგით, მადლობა კაცი. კარგით, ბატონო, ჯემალ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად არ დაგზავნოთ თქვენ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ ნამდვილად გაქვთ ოპტიმიზმის საფუძველი და ჩვენ ყველას გვჯერავს, რომ ის რაც თქვენ მიზნად გაქვთ დასახული, ალბათ მაქსიმალურად იქნება ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული. ჩემო კოლეგებმა დასვეს კითხვები და ძალიან საინტერესო და მე რამოდენიმე მოკლე კითხვას დაგისვათ, ხოლო რო დავაზუსტოთ ეს ჯაფარიძემ კითხრათ, რომ კეზერა იყო მათი მაშველი რგოლი და ღმერთი თუ ხაზარაძე. კეზერა იმან შეხვედრის დროს პატიმრობიდან რომ გამოვედი, იყო ჩემო ბატონო ჯაფარიძე და ასლანიკაშვილი. მე ამ წილის უკან დაბრუნებაზე აქციებისას რომ საუბარი მქონდა, რამდენჯერმე მივედი TBC ბანკის ოფისში, ესწრებოდა ადვოკატი გოჩა სვანიძე, ასლანიკაშვილი და ჯაფარიძე. ერთი ესეთი კითხვაც მინდა დაგისვათ. პრაქტიკულად სანამ თქვენ დაგაკავებდნენ და დაიწყებოდა ყველა ეს პროცესები, დააკავეს მანამდე თქვენი შვილი. არ დააკავეს. ანუ თქვენ დაგიბარებს და გითხრეს რომ 4-ს რო დააკლდება 25 მოვიდეს თემქაზე პოლიციაში. ხო, კი, სამართლოში. პრაქტიკულად გამოვიდა ისე რომ ძევლად ყავდათ ხო თქვენი შვილი და ამის შემდეგ მე რა ვიცი რა გამოვიდა ბატონო, მე ერთია რომ აგე ბატონი გელა ნიკოლაიშვილის იმით სამჯერ მიმართე პროკურატურას მასალებზე და მხარე არ ახარო და ერთი წერია იმ ქალბატონის გვარი ვის გამო დაკითხეს. საქმე დღესაც დახურული არ არის ეს საქმე და არავითარი წვდომა არ მაქვს იმ საქმეზე რომ რა და როგორ მოხდა აბა მე როგორ გიხარ თქვენი შვილების ბედი ისინი დააკავეს მაშინ ორივე მე მეორე შვილის ეპიზოდს მოყევით არ დაუკავებია მე რომ გამოვიდა დაკითხვიდან იმიტომ გამოუშვეს ბატონო ჩემ რომ ჩემთან კომუნიკაცია ქონოდა რომ ჩემთვის ეთქვა ის რაც მითხრა თუ არ მოხვალ ასე იქნებაო მითხრა მე დამაკავეს და შვილი დარჩა გარეთ გასაგებია მადლობა და ერთი კითხვაც ქონებების ნაწილს თქვენ შეეხეთ ახლა ვის როგორ აქვს გადანაწილებული მაგრამ ცხეთის სახლში ვინ ცხოვრობს და ვიზი არის ცხეთის სახლში ცხოვრობ ჩემო ბატონო გვარად ვიზია გადაფორმეული ნოზაძე რომელზეც ამბობენ რომ ახალაიების მოლარე იყო კიდე კაცო მოლარე იყო ახალაიების მანამდე იყიდა ვინმე კვანტალიანმა ნატალია სისხლის ბანკის მეპატრონეა დღეს და იმისი სიძე იყო იმისი სიძე ყვარა ჩხიტუნიძე რომელიც გაქცევაშია და პატიმრებმა კინაღამ მოკლეს საბერძნეში მე რომ ციხიდან გამოვედი მაშინ იმის სიდედრმა იყიდა იმ გაყალბებებით რაც სასამართლომ დაადგინა გააუქმა ყველაფერი გააუქმა
საკუთრება და მომაკუთნა მე. ანუ ნატალია კვანტალიანი იყო იმაზე რომ გადის კაკიდვაზე, კაცო, იქ მონაწილე აუქციონზე. ნატალია კვანტალიანმა მოაგვარა დღეს ხმამაღლა იძახის რომ 4 ჯიპი მაქვს ნაყიდი ამ სახლის იმაზეო, რა ქვია, საქმის მოგვარეობაზე და ერთი ჩომოდანი ფული მაქვს გადახდილი სასამართლოში, მე მაინც მოვიგებ. აი ეს არის ნატალია კვანტალიანი, რომელიც დღეს იმ სახლში ცხოვრობს, მაგრამ გაფორმებული არის ნოზაძე სახელი არ მახსოვს. რომელმაც ერთხელ ბოდიში ის იმის უფლება მომცა, როგორც იქნა გორის პროკურატურამ, რომ ხელმეორე აუდიტი ჩამოჭარებია იმ ქონების. ხო და რომ დაიბარეს ნოზაძე, გასაღები ვერ მოარგო კარებში, ანუ ნამყოფი არ არის საერთოდ. იმაზე გაფორმებულია. ეს ცხოვრობს. მადლობა. მადლობა ბატონო ჯემალ, თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, რომ ჩვენ ბატონი მამუკა ხაზარაძე ყავდა თქვენს მერე მოწვეული და სანამ თქვენ საუბრობდით, როგორც ჩანს, ისმენდა თქვენს გამოსვლას და Facebook-ის მეშვეობით განაცხადა უარი მოსვლაზე. უწოდა ამ კომისიას ცირკი და თქვა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას ის არ აპირებს. და თქვენ რომ დაგემშვიდობებით ვიმსჯელებთ მის ამ უარზე, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის თანახმად კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული. და სავარაუდოდ მოგვიწევს საქმის გადაგზავნა საქართველოს პროკურატურაში. რაც შეეხება ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, ის დღეს არის დაბარებული. მან გუშინ პოლიტიკური გაერთიანება ლელოს ოფისში უარი განაცხადა ჩვენი შეტყობინების ჩაბარებაზე, თუმცა იურისტისა და ასისტენტის მეშვეობით ჩვენთვის დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ის საქმის კურსია, რომ ის მოწვეული იყო დღეს და კვლავ არის კომისიის ხდომაზე და დიდი მეტი გვაქვს, რომ ბატონი მამუკასგან განსხვავებით ის გამოცხადდება დღეს და პასუხს გასცემს იმ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს და გვაქვს მით უფრო ახლა თქვენ მიერ მონათხრობის მოსმენის შემდეგ. ჩვენი კომისია დროში ძალიან შეზღუდულია. მაისში ჩვენ სამუშაო უნდა დავასრულოთ, გამოიცეს დასკვნა, რომელსაც წარმოადგენთ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას და იქ რასაკვირველია, ყველა ჩვენ მიერ განხილულ საქმესთან დაკავშირებით იქნება სხვადასხვა უწყებებისადმი რეკომენდაციები. არ არის გამორიცხული, რომ ამ რეკომენდაციების სწორად შესამუშავებლად ჩვენ კვლავ დაგვჭირდეს თქვენი შეწუხება და დოკუმენტები გამოვითხოვოთ, რასაც წერილობით შეგატყობინებთ. დიდი მადლობა. მე ძალიან ისეთი იმით შემომშა, ყველაფერი არის გამოძიებაში. ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში და იმ ცალკე ქონებებთან დაკავშირებით სასამართლოში. ყველა მტკიცებულება, რაც შევძლებდი და წარვადგინე, ის გამო სასამართლოება იმსჯელა არის იქა. მე თუ დრო მომეცემა, მე მაგით არ დაგწვირთავთ, მე გამოვითხოვ იმას, რომ ვიცოდე რა მოვიტანო, როდესაც მოვიტანო. კი ბატონო ჯემალ, ჯერ ჩვენ პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც სხდომაზე, სადაც როგორც მივხვდი, გამოცხადდება გადაწყვეტილება მიმდინარე თვეში თქვენს ერთ-ერთ მორიგ დავაზე და მას შემდეგ რაც ჩვენ ჩამოვყალიბდებით, რა დოკუმენტები გვაკლია და გვჭირდება, სიას შევადგენთ, მოგაწვდით და ჩვენც შეგვიძლია თქვენთან ერთად გამოვითხოვოთ უწყებებიდან, ისე რომ თქვენ ზედმეტად არ შეწუხდეთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბრძანეთ რისი თქმაც გსურთ და დაგემშვიდობებით. დიახ, ბრძანეთ. ყველა შევეხეთ, ვინც მისვენ სიტყვის რამ გააგიჟა ეს ამ ხნის კაციო რას პოდიალობს ამ ტელევიზორში, მაგრამ მარტო გულს არ ვიფხარ, მართლა იმედი მაქვს, რომ აი ამ შემადგენლობით და ამ ხელისუფლების დროს რაღაცა დამიმთავრდება რა, ადრე თუ გვიან და ერთი უნდა ვთქვა, კიდევ რამდენი ეპიზოდი ხომ მოვყევი.
ლეგალიზაციის კომისიაზე მქონდა მიმართული, აი დღეს რა ხდება კიდევ. კონკრეტული ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით განცხადება. 2014 წლიდან ციხიდან რომ გამოვედი. ეს ადრე იყო პრეროგატივა საკრებულოსი. ხუციშვილი იყო მაშინ ხელმძღვანელი და საქმე მიდიოდა ბოლომდე. ამ ხარემ, რომელსაც დღესაც ნაციონალი ადვოკატი ყავს და ახერხებს ამდენს, თვითონაც ამათი მომხრეა, გაჭირმა პროცესი და მერე გადავიდა ეს პრეროგატივა მერიის დაქვემდებარებაში. ბატონ კალაძე ალბათ მოისმენს და აი ესე უყურეთ, ლეგალიზაციის კომისიამ მითხრა უარი, აი ახლა ეს ხომ იმის დროს არ იყო, ადეიშვილის დროს, კაცო, ამ ნაციონალის მონაწილეობით ორი კაცი ურევია იმ რამდენიმე კაციან კომისიაში. რა მიზეზით? რომ წავედი სასამართლოში. უზენაესამდე მივედი, აი 2014 წლიდან დღემდე სასამართლომ დაავალა ლეგალიზაციის კომისიას, რომ ეს კაცი პატიმარი იყო, ეს კაცი საქმე თქვენ ბოლომდე გამოკვლეული არა გაქვთ, გამოიკვლიეთ და დაუკმაყოფილეთ. ეხლა მოიტანა მეორე მიზეზი. ისევ ბობოქრობს ის იქ ვინც არის ორი კაცი ამ რამდენიმე კაცში და ეხლა ახალი მიზეზი მოიტანა, რომ ამ შენობის ქვეშო კაბელი გადისო. სადგომად ყოფილა თურმე იმ გადაღებიდანო, ხო და კიდევ მეორე წრეზე წავედი სასამართლოში. ეხლა წარმოიდგინეთ. ლეგალიზაციის კომისია აქ რომ ამდენს ახერხებენ. მე ახლა იმის შიში არ მაქვს, აქიდან გავალ და ვინმე წინ დამიდგება. ან სადმე ვინმე ხაზარაძე და ჯაფარიძე კი არა, მთელი იმით რომ მოვიდნენ ამალეთ, ჩემ ცხოვრებაში დაცვა არ ყოლია. ისე გამოვიარე საკმაოდ დიდი ქონებები და ფული მქონდა, მაგრამ დღესაც ამას აი ეს კომისიის მე რატო გეუბნები, ჩემი საქმე სულ რომ იქით გადადოთ. ბატონებო და ქალბატონო. აი მთავარი მიზანი რომ მიაღწიოს ამ კომისიამ, რისთვისაც შეიქმნა, რომ პოლიტიკური განაჩენი იმ რეჟიმის მიმართ, ხო? მე ცოტათი გულს მოვიფხარ. გადავდოთ, კაი, ჩემი ჯერ იმას მივხედოთ, გეუბნებით, გამიგეთ, რომ ის რომ მოისპობა, ბევრი რაღაცა უმსგავსობა მოისპობა ამ ქვეყანაში. ყველაფერი აი გითხარით, კაცი პრობლემატორის დირექტორი. ლეგალიზაციის კომისიაში ის არის, სასამართლოებში რამდენიმე ის არის, იქ ის არის, ყველამ იცოდეს, მე თუ კაცის დაჭერა ვინდომო მე მაშინ არაკაცი უნდა ვიყო, ჩემ ცხოვრება გამოვლი ადამიანს, მაგრამ ყველამ მიხვდეს, რომ დანაშაული ადამიანს არ უნდა შერჩეს. რომ დააშავებ ადამიანი იმაზე, პასუხი უნდა აგოღოთ ციხეში კი არა. რაღაცი თანამდებობაზე. ოჯახმა იცოდეს, მეზობლებმა იცოდეს, რომ შენ კი პარტიის სახელი დაირქვი ეს, მაგრამ შენ ცუდი საქმეები აკეთე. ძალიან ცუდი. მარტო ლეონიძის და მის მსგავსების კი არა, ქვეყნის მინა წინააღმდეგ აკეთე და აკეთებ ცუდ საქმეს. აი ამ განაჩენს თუ ბოლომდე მიიყვანთ და აი ეს საქმე თუ დამთავრდება, მე იმ ჩემ საქმეზე უფრო აი ამაზე დაუკრავ ტაშს და მართლა, რა ვიცი, თუ რამე საჭირო იქნება, ყველაფრისთვის მზად ვარ რა. აი მეტი ბოდიში რომ დაგაწყვეტით ესე. წარმატებებს გისურვებთ, ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა ჩვენ დაგიბრუნდებით. მადლობა ბატონო.